ქართული ოცნება უკვე მესამედ ემზადება არჩევნების გზით მმართველი თანამდებობების დასაკავებლად, ამჯერად თვითმმართველობებში. არჩევანის სტუდიაში დღეს მმართველი კოალიციის ლიდერები და კანდიდატები არიან შეკრებილი. ჩვენთან არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები და მათი მხარდამჭერები. ჩვენ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამას განვიხილავთ საქართველოს მასშტაბით, მაგრამ გადაცემას დედაქალაქზე საუბრით დავიწყებთ. მაშასე კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრს უნდა წარედგინა, თუმცა მან ვერ შეძლო გადაცემაში მოსვლა, ამიტომ მივესალმოთ ვიცე-პრემიერს ბატონ კახიკალაძეს. მოგესალმებით ბატონ კახი. როგორ გრძანდებით? ხო. ბატონ კახი, მე ვუთხარი უკვე მაყურებელს და ეს რა თქმა უნდა მას არ გაუკვირდება, რომ მთავარი აქცენტი ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში გაკეთდება დედაქალაქზე. ვინ არის თქვენი კანდიდატი? მოგესალმებით, ბატონო გიორგი, პირველ რიგში დიდი სიფოთით და სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს ტელემაყურებელს და სრულიად საქართველოს. ასევე მინდა მივესალმო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად აქ იმყოფებიან, ღირსეულ პიროვნებებს და მადლობა მინდა მათ მოვახსენო დღეს აქ ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. მე მინდა წარმოგიდგინოთ პიროვნება, რომელიც არის ძალიან კარგი მენეჯერი, წარმატებული პროექტების ავტორი, როდესაც ის ჯერ კიდევ იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი და მან ამ თანამდებობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტები განახორციელა. ის ასევე სწავლობდა გერმანიაში და ეს მის შრომის მოყვარეობაზე დადებითად აისახა. არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. რაც მთავარია, კეთილსინდისიერი და ნიჭიერი ადამიანი. სუფთა წარსულის მქონე პიროვნება, რომელსაც ჰყავს ძალიან ლამაზი ოჯახი, ლამაზი შვილები და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პიროვნებასთან ერთად ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ და ეს იქნება თითეული თბილისელის წარმატება და ეს პიროვნება გახლავთ ბატონი დავით ნარმანია. მივესალმოთ ბატონ დავით. მოგესალმებით ბატონ დავით. ბატონ კახი, ხო თქვენ დროებით დაიკავოთ ადგილი თქვენს თანაგუნდელებთან ერთად, შემდეგ ჩვენ ისევ დაგიძახებთ ტრიბუნასთან. ბატონ დავით, მე დავამატებ ბატონ კახის წარდგენას, იმ წარდგენას, რომელიც თავის დროზე თქვენ ბიძინა ივანიშვილმა გაგიკეთა. დავით ნარმანია არის აკადემიური, დალაგებული და დაბალანსებული ემოციების ადამიანი. ის არის სახე, როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი. თქვენ როგორც მერი, თუ გახდებით მერი, იქნებით პოლიტიკოსი თუ იქნებით მხოლოდ მეურნე, როგორც ამის შესახებ თქვენ ერთხელ თავად განაცხადეთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები ტელეკომპანია რუსთავიერის მაყურებლებს, მივესალმები ჩვენი გუნდის მხარდამჭერებს და ჩვენს მეგობრებს. მე მგონი თუს გარეშე უნდა ვისაუბროთ, როცა საუბარია არჩევნებზე და როცა საუბარია იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო ქვეყანაში და სწორედ ეს პოლიტიკური გუნდი და ეს პოლიტიკური ძალა მოდის ადგილობრივ თვითმმართველობაში. რასაკვირველია, დედაქალაქის მერი, ეს არის დედაქალაქის აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე აღმასრულებელი შტო ეს არის ძირითადად სამეურნეო ფუნქციებით დაკავებული და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მას სამეურნეო ფუნქციები გააჩნია, თუმცა არის რიგი პოლიტიკური ფუნქციებისა, რომელიც დედაქალაქის ადგილობრივი მნიშვნელობის პოლიტიკის ფორმირებას უკავშირდება, აქედან გამომდინარე დედაქალაქის მერი ვერაუა იმას, რომ გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს და ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში იყოს აქტიურად ჩართული. ბატონ დავით, მე მინდა თავიდან ვისაუბროთ თქვენზე როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე და შემდეგ უკვე გადავიდეთ რა თქმა უნდა კონკრეტულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენ თბილისში აპირებთ. ერთად ვიზრუნოთ თბილისზე. ასეთია თქვენი მთავარი ლოზუნგი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის. ვისთან ერთად და როგორ აპირებს დავით ნარმანია თბილისზე ზრუნვას? რა თქმა უნდა, ერთად ვიზრუნოთ თბილისზე, ეს არის დედაქალაქთან დაკავშირებული სლოგანი, თუმცა ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე, ეს არის ჩვენი ძირითადი მთავარი სლოგანი. რასაკვირველია, იმიტომ რომ თითეული ადამიანის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. თითეული ადამიანის არჩევანი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული. თითეული ადამიანისთვის ანგარიშის ჩაბარება იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებს მის მიერ არჩეული ხელისუფლება, ეს არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ორიენტერი. ამიტომაც ადამიანი და საზოგადოება ვისთან ერთადაც ჩვენ ვიღებთ რასაკვირველია გადაწყვეტილებებს თუ რა უნდა გავაკეთოთ ადგილობრივ დონეზე და როგორ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან ჩართულები. გარდა ამისა, ჩვენ მოვდივართ გუნდურად და არა მხოლოდ თბილისის მერი. აქ არის
საგრებულოს შემადგენლობა დასახელებული როგორც პარტიული სიით, ასევე ძალიან ასე ვთქვათ, კარგი კანდიდატურები და გამოცდილი კანდიდატურები ყავს, მაჟორიტარული პრინციპით დასახელებული, ამიტომაც ეს ადამიანები სწორად ერთად შეუდგებით დედაქალაქზე ზრუნვას, მის მოწესრიგებას და ჩვენი საქმიანობა ორი მთავარი მიმართულებით იქნება დაყოფილი. ერთი, ერთად ვიზრუნოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც დედაქალაქს დღეს აწუხებს და მეორე, ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის განვითარებაზე, იმიტომ რომ მხოლოდ არსებული პრობლემების მოგვარება არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ამოცანაა გლობალური კონკურენტუნარიანობის პირობებში მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი დედაქალაქი გაცილებით უფრო განვითარებული და წინწასული იყოს. ბატონ დავით, თქვენ განიხილავთ იმ შესაძლებლობას და აქ უკვე დავიწყოთ საუბარი თქვენს კონკურენტებზე, განიხილავთ შესაძლებლობას, რომ მერიასა და საკრებულოში სხვადასხვა ძალა მოვიდეს. და ვთქვათ, დავდგეთ ჩვენ იმ პრობლემის წინაშე, რომლის წინაშეც ვიდექით ამ წლის დასაწყისში. რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები იქნებიან თბილისის საკრებულოს წევრები და თქვენი მონამორჩილიც ასევე რომელიც იმ გუნდის წევრია, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება არჩეული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ძალიან მყარად უჭერენ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მხარს. თვლით თუ არა რომ გყავთ ძლიერი კონკურენტები და თქვენ გაგიჭირდებათ მათი დამარცხება. მე ვიცი რომ ყველას ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვს ამ კვლევების მიმართ, რომელსაც ახლა ვახსენებ და თქვენ ხვდებით რომ მე NDI-ს გულისხმობ. ამ კვლევის მიხედვით თქვენ ვერ ლახავთ 50%-იან ბარიერს და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ნიშნავს რომ უნდა დაინიშნოს მეორე ტური. თქვენ თვლით რომ ეს შეიძლება რეალობა იქცეს? როდინდელ კვლევას გულისხმობთ. ერთი და მეორე საინტერესოა როდინდელ ეს კვლევა საკმაოდ დიდი ხნის წინ გაკეთდა ერთი, რომელიც აპრილში მარტის ბოლოს დაიწყო და აპრილის წლში დასრულდა. არსებობს სხვა კვლევებიც, რომელიც გაცილებით უფრო სხვა მდგომარეობას გვიჩვენებს. ჩვენთვის როგორც ეკონომისტისთვის მნიშვნელოვანია სხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის შეფასებების ანალიზი და ამავდროულად ციფრების და ტენდენციების ანალიზი. აქედან გამომდინარე, მე გადაწყვეტილებას, როცა ვიღებ ან რაღაცა საკითხის შესახებ შეფასებას ვაკეთებ, ყოველთვის უყურებ ციფრებს და ტენდენციას. ჩვენი რეიტინგი, ჩვენი პოლიტიკური ჩვენი პოლიტიკური გუნდის რეიტინგები მინიმუმ 4-ჯერ აღემატება შემდგომ ადგილზე მდგომი პოლიტიკური გუნდის და კანდიდატის რეიტინგებს და გარდა ამისა ჯერ არჩევნებამდე გვაქვს ჯერ კი დრო და გვაქვს გასაზღვრებელი რიგი ისეთი საკითხებისა, რომლებიც ჯერჯერობით არ გვითქვია და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, კიდევ ის ადამიანები, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ ჯერჯერობით ხმის მიცემა, რომლებიც არ აფიქსირებენ კონკრეტულად, რომლებიც არ აფიქსირებენ, ასე ვთქვათ, გავხადოთ ჩვენი ამომრჩევლები, ჩვენი მხარდამჭერები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მაინც ჩვენი მხარდამჭერებია. ბატონ დავით, ამ კვლევებში, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ, თქვენ ლახავთ 50%-იან ბარიერს? რა თქმა უნდა, 50%-იანი ბარიერი როგორც პარტიული, ასევე მერობის კანდიდატის მხრიდან ამ ეტაპისთვის არის დაძლეული. დაახლოებით შეგიძლიათ გითხრათ, როგორია ეს მონაცემი? მოდით 15 ივნისი წინ გველოდება, ძალიან საინტერესო თარიღია და მისი უზენაესობა ამომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ მივანდოთ მათ მთლიანად არჩევანი, დაველოდოთ მიღებულ გადაწყვეტილებას და აქედან გამომდინარე გამოჩნდება ზუსტი პროცენტი თუ ვინ არის ჩვენი ელექტორატი. კარგი, ბატონ დავით. ბატონ დავით, ვიდრე დავიწყებდეთ კონკრეტულ პროექტებზე საუბარს, კიდევ რამდენიმე საკითხს მინდა რომ შევეხოთ. თქვენ გახსოვთ და იცით რომ დიდი ხმაური გამოიწვია იმ გადაწყვეტილებამ, როდესაც კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერიის თანამშრომლები არჩევნების დასრულების შემდეგ ავტომატურად არ გათავისუფლდებიან დროებით, მოვალეობის დროებით შემსრულებლებად იქცევიან და ჩატარდება ტენდერები ახალი თანამშრომლების ასაყვანად და ამის გამო ბევრი შიშობს, რომ აქ პოლიტიკური ნიშნით მოხდება შემდეგ უკვე ადამიანების გათავისუფლება. აი ამაზე რა კომენტარს დავაზუსტებ თუ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობა მომზადდა ჩვენ სამინისტროში და მე ვიყავი ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესებში და ამ რეფორმის ერთ-ერთი აქტიური თანამონაწილეა. ძალიან ბევრი თანამშრომელი ადგილობრივ თვითმმართველობებში დანიშნულია უვადოდ. ეს ერთი, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის. მეორე, თვითმმართველობის ახალი რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა სტრუქტურა თვითმმართველობების.
7 ახალი თვითმმართველი ქალაქი შეიქმნა და იქ სადაც ეს თვითმმართველი ქალაქები გამოიყო, იქ 7 მუნიციპალიტეტი სასოფლო დასახლებების დონეზე ჩამოყალიბდა. ბევრი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილება თვითმმართველობებისა უფრო დაკონკრეტა. ახალი უფლებამოსილებები დაემატა ადგილობრივ თვითმმართველობას და ის უფრო ძლიერი ხდება. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობების საშტატო და ფუნქციური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა დადგა. ამიტომაც იქნა ჩვენს მიერ, როგორც ავტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ, რომ ესეთი ფორმით გაგვეკეთებინა შესაბამის კანონმდებლობაში ჩანაწერი. თუმცა შემდგომ როცა სხვადასხვა ტიპის შეფასებები გაკეთდა, მოხდა ცვლილებების განხორციელება ამ კანონმდებლობაში და ცოტათი განსხვავებული ფორმით ჩატარდება ეს, ასე ვთქვათ, კონკურსები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის, რომ კონკურსები მაინც იქნება, ოღონდ იქნება ატესტაციის ფორმით, იმიტომ რომ ატესტაციის ჩატარება არის აუცილებელი. თვითმმართველობებში ახალი სტრუქტურები იქნება დასამტკიცებელი და როცა ახალი სტრუქტურა უნდა დამტკიცდეს, რა თქმა უნდა, ატესტაციები ხელახლა უნდა ჩატარდეს. თუმცა მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ და ეს ჩვენი გუნდის, ასე ვთქვათ, ძირითადი გადაწყვეტილებაა, რომ ყველა კვალიფიციური ადამიანი, ვინც მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებში, რასაკვირველია, შეინარჩუნებენ თავიანთ მიერ დაკავებულ თანამდებობებს და ისინი იმუშავებენ. ჩვენ გვჭირდება ყველა კვალიფიციური ადამიანი, არც ერთი კვალიფიციური კადრი დასაკარგი არ გვყავს, მაგრამ არის ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც ვისი კვალიფიკაციაც არ შეესაბამება იმ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე უნდა აკმაყოფილებდეს. აქედან გამომდინარე, ატესტაციის პროცესში გარკვეული გადახალისებები იქნება, თუმცა მერწმუნეთ, რომ ახალი კადრების და ახალი სისხლის შემოსვლაც იქნება ასევე იგივე კვალიფიციური, ასე ვთქვათ, ნიშნით და ესეთი მიდგომით დაკომპლექტებული და ამის მაგალითები გვაქვს ჩვენ სამინისტროში, მათ შორის ჩემს სამინისტროში, რომელსაც მე ხელმძღვანელობდი, გვიწევდა აუცილებელი წესით კონკურსების ჩატარება და ესე გავაკეთეთ გარკვეული შემადგენლობა სამინისტროში. გადახალის და ახალი კადრები მივიღეთ და ძალიან ისეთი სწრაფი ტემპით წავიდა სამინისტროს მუშაობა და საქმიანობა წინ. ამიტომ ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის, ეს გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან და აუცილებლობით. და ეს არ ნიშნავს თქვენ ამბობთ, რომ ბევრი თანამშრომელი, რომელიც დღეს მუშაობს, არ დარჩება ამ ადგილებზე ისევ ამავე კონკურსების და ატესტაციის შედეგად. ბატონ დავით, მოდით დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ პროექტებზე. რა უნდა გაკეთდეს თბილისში პირველ რიგში? რას გააკეთებს დავით ნარმანია, როგორც მერი დედაქალაქში? და რატომ, რა თქმა უნდა? პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა ეხმიანება დედაქალაქში არსებულ პრობლემებს. ვიდრე ჩვენ პროგრამას მოვამზადებდით, უბნების მიხედვით გავაკეთეთ შეფასებები, ავიღეთ სტატისტიკური მასალა, გავაანალიზეთ და ამაზე დაყნობით მოვამზადეთ ძირითადი, ასე ვთქვათ, პროგრამული მიმართულებები. ამიტომაც ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება, როგორც კი დედაქალაქის მერიაში შევალთ, ბიუჯეტი და პროგრამები, რომელიც ხორციელდება, მოვარგოთ ჩვენს პროგრამას, იმიტომ რომ ჩვენ ხალხი გვირჩევს ამ პროგრამით, რომელსაც ვთავაზობთ. რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხს და საზოგადოებას მოწონს ის, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. ამიტომ ჩვენ ამის შესრულება და ამის განხორციელება უნდა დავიწყოთ. შესაბამისად, პროგრამებში ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება და აუცილებლად დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილება გაკეთდება. ის თანხა, ის საბიუჯეტო რესურსი, რომელიც ჩვენ დაგვრჩება წლის ბოლომდე დასახარჯი, ანუ მეორე 6 თვეში დასახარჯი თანხა, რომელიც მთელი საბიუჯეტო რესურსის არანაკლებ 55% უნდა იყოს, ესეა განსაზღვრული საგრებულოს გადაწყვეტილებით, მოხმარდება ყველაზე გადაუდებელი და აუცილებელი ტიპის პრობლემების მოგვარებას. ამიტომ წლევანდელი წელი შეიძლება ითქვას, რომ ხანძრის ჩაქრობის წელი იქნება. რა არის ეს პრობლემები, ბატონო დავით? გადაუდებელი. დავასრულებით ამ პრობლემებზე მივალ. მეორე, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მე საზოგადოებას შევპერდი და როგორც კი მერიაში შევალ იმავე დღესვე გამოვცემ შესაბამის გადაწყვეტილებას. დღეს და უკვე დიდი ხანია თბილისის მერიასა და ამომრჩევლებს შორის ძალიან დიდი კედელია აღმართული და საზოგადოება ვერ აწვდენს მერიას თავის პრობლემებს და თავის საჭიროებს, ისევე როგორც რაიონული გამგეობები მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური მხარდამჭერების, ასე ვთქვათ, ნებასრულს ასრულებენ. ამიტომაც მოქალაქეთა მიღება და საერთოდ მერიის გახსნა საზოგადოებისთვის ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ამიტომაც მე შევპერდი მოსახლეობას და მას აუცილებლად გავაკეთებ ის დღე, რა დღესაც ჩვენ შევალთ მერიაში, მე და
ჩვენი გუნდი ის დღე, იმავე დღეს ჩემივე განკარგულებით დადგინდება როგორც მოქალაქეთა მიღების დღე და მთელი მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვირის ის დღე იქნება მოქალაქეთა მიღების დღე. შემდეგი გადავიდეთ კონკრეტულ პრობლემებზე. შემდეგი კონკრეტული პრობლემები რაც არსებობს. ეს იქნება ხანძრის ჩაქრობის წელი. ეს იქნება ხანძრის ჩაქრობის წელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხანძარია. ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრია თბილისის მერიაში დაგროვებული განაცხადები იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სოციალურ მხარდაჭერას, ცალკეული ოპერაციების თანადაფინანსებას, ცალკეული მედიკამენტების თანადაფინანსებას საჭიროებენ, ამიტომაც ეს ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ და მხარდაჭერას საჭიროებენ თბილისის მერიის მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იმ პროგრამების ფარგლებში, რომელიც არსებობს და იმ პროგრამების ფარგლებში, რომელსაც ჩვენ დავამატებთ აუცილებლად. მეორე, აბა გაიხედეთ ქალაქში რა მდგომარეობაში ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრი ქუჩა არის გადათხრილი, ძალიან ბევრი ასე თქვა დაწყებული სამუშაო მიტოვებულია, აქედან გამომდინარე ის რაც დაწყებულია და ასე თქვა გადათხრილია და დისკომფორტს უქმნის, მძღოლებს დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას ფეხით გადაადგილების დროს აუცილებლად უნდა იქნას ბოლომდე მიყვანილი, ანუ დასაგები იქნება გზები, მოსაწესრიგებელი იქნება სანიავო სისტემა და ის მინიმალურად აუცილებელი ბოლომდე მიიყვანოთ. რა თქმა უნდა, ის ასე თქვა რის საშუალებასაც მოგცემს დედაქალაქის ბიუჯეტის დარჩენილი ნაწილი, რა თქმა უნდა, ამ პრობლემებს მოვაგვარებთ. მესამე, აუცილებლად ვიმუშავებთ მომდევნო წლის პრიორიტეტების დაგეგმვაზე საზოგადოებასთან ერთად. მე შევპერდი ჩემს ამომრჩევლებს, დღესაც ხას უსვამ და ამას აუცილებლად გავაკეთებ. პირველი, ყველა რაიონული გამგეობის მეშვეობით და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით საზოგადოებასთან ერთად შევადგენთ მომდევნო წლის პრიორიტეტებს და ამას, ასე ვთქვათ, გავყობთ. ის რაც იქნება ჩვენი უფლებამოსილება, ანუ თბილისის მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები, ამას ჩვენ მიზნობრივ პროგრამებად ვაქცევთ და ბიუჯეტად ვაქცევთ, ანუ ბიუჯეტს დავგვეგმავთ საზოგადოებასთან ერთად, ხოლო ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებას აქვს და ცენტრალური ხელისუფლების გასაკეთებელი იქნება, რა თქმა უნდა, ამას ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს გადაუგზავნით, შესაბამის სამინისტროებს გადაუგზავნით და მე ასევე შევპერდი საზოგადოებას, რომ მე ვიქნები შუამავალი საზოგადოებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და თუ რაიმე, ასე ვთქვათ, მისატანია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მე კი არ მიუთითებ მოქალაქეებს, რომ მოდით თქვენ თვითონ მიბრძანდით და შეიტანეთ პირობითად ვთქვათ, რაიმე ეკონომიკის სამინისტროში, მე თვითონ მივიტან და მე თვითონ, ასე ვთქვათ, მხარს დაუჭერ იმ საკითხების გადაწყვეტას, რაც აუცილებლად უნდა იქნას გადაწყვეტილი. ბატონო, აქვე გითხავთ, საინტერესოა რა ფორმით აპირებთ საზოგადოებასთან აი ასეთ უშუალო ურთიერთობას საკითხების განხილვას, რაღაც კომისიის ჩამოყალიბებას აპირებთ თუ რა ფორმით შეიძლება ეს მოხდეს? პირველადი რგოლი, ვისაც საზოგადოებასთან მჭიდრო და უშუალო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, ეს იქნებიან ამავე მოსახლეობის მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები და რაიონული გამგეობები. ხოლო თუ რაიმე საკითხი აღემატება მათ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ერთვებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, მერის მოადგილეები და უშუალოდ, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერი. ასევე ჩვენ ყოველ კვარტალურად საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარის გაწეული საქმიანობის შესახებ, მაგრამ საკონსულტაციო საბჭოები, რა თქმა უნდა, მიმართულებების მიხედვით იქნება. ჩვენთან სამინისტროში ძალიან წარმატებულად მუშაობდა ორი მიმართულებით საბჭო, ერთი ტექნიკური საბჭო, რომელიც ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მუშაობდა და გვეხმარებოდა იმაში, რომ გადაწყვეტილებები სწორად მიგვეღო, მეორე თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობდა. ასევე ვაპირებ, რომ გავაკეთო მერიაში რამდენიმე მიმართულებით საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭოები, სადაც გამოცდილი ადამიანები, ექსპერტები შევლენ და დაეხმარებიან მერიას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისევე როგორც საკრებულოში იქნება შესაბამისი კომისიები, რომლებიც იმუშავებენ შესაბამისი მიმართულებით პოლიტიკის ფორმირების საკითხებზე, მაგალითად თქვათ, ადგილობრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია, მაგალითად თქვათ, ეკონომიკური განვითარების და ინვესტიციების კომისია და ასე შემდეგ. ბატონო დავით, მოდით უფრო მეტ კონკრეტიკაზე რომ გადავიდეთ, თქვენ ახსენეთ მშენებლობები, ვთქვათ, იგივე გზაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც დაუსრულებელია. აი მე კონკრეტულ პროექტებს კითხავთ, მაგალითად, რომლებიც არ არის დასრულებული და თქვენ თვლით, რომ სასწრაფოდ უნდა დასრულდეს ან დაიწყოს. მაგალითად, პროექტები, რომლებზეც ხშირად აპელირებენ თქვენი ოპონენტები, შემულითი რკინიგზა რატომ არის გაჩერებული და აპირებთ თუ არა რომ გააგრძელოთ ხიდი, რომელიც უნდა აშენებული იყო მტკვარზე და რომელიც შეჩერებული აი ამ პროექტის გაგრძელებას. ჯერ მე თვითონ ვიტყვი რა პროექტების განხორციელებას ვაპირებ. პირველ რიგში, როცა პროექტებზე ვსაუბრობთ, მე პროექტებს რამდენიმე მიმართულებით ყოფ, რადგან ინფრასტრუქტურა ვახსენეთ, დავიწყებ ინფრასტრუქტურული პრობლემები, დღეს დედაქალაქში ძალიან
ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა და საცობებთან დაკავშირებული პრობლემაა. ამიტომაც დედაქალაქის საცობებისგან გამტვირთვა რამდენიმე კომპლექსურ ღონისძიებას საჭიროებს, მათ შორის ერთ-ერთი ეს არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ზოგიერთი ნაწილის გაფართოება, ესტაკადების გაკეთება და ასე შემდეგ და ჩვენ ამას ერთიანი, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო სისტემის ქუდქვეშ მოვაქცევთ, მაგრამ მანამდე 10 მზა ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს, რომლის განხორციელებასაც წელს ვერ ისი შესაძლებლობა გვექნება, წელს დავიწყებთ, დანარჩენს მომდევნო წლის ბიუჯეტში გავიხარებთ. თქვენ ამბობთ არა კონცეფცია, არამედ უკვე მზა პროექტი. უკვე მზა პროექტები. მაგალითისათვის ვთქვათ, თავისუფლების მოედნიდან კოლმეურნეობის მოედანზე ჩასასვლელი გზა, რომელიც დაიკეტა თავის დროზე, როცა გაკეთდა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილი იქნა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. დღეს იქ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პრობლემა არსებობს და ყველაზე მთავარი არის საცობების პრობლემა. შემდგომ ეს ავტომანქანები, რომლებიც იქ ვერ გადაადგილდებიან, იწყებენ სხვადასხვა მიმართულებით გაშლას და ისედაც ვიწრო ქუჩებს, მაგალითად ვთქვათ, მიუყვებიან ძველი თბილისის ტერიტორიაზე, არის ხმაური, არის ვიბრაცია და ასე შემდეგ. ჩვენ იქ მზა პროექტი გვაქვს, რომლის მიხედვითაც გავაკეთებთ ესტაკადას, გადასასვლელ ესტაკადას და ჩვეულებრივი ორზოლიანი მოძრაობა. აღდგება და ესეთი 10 მზა პროექტი გვაქვს და არ ვჩერდებით ამ პროექტებს პარალელურ რეჟიმში მე და ჩემი გუნდი კიდევ ვაკეთებთ, რათა უფრო მეტი მზა პროექტით მივიდეთ დედაქალაქის მერიაში. ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით უპრეცედენტო რეფორმა გატარდა ჩვენი ხელისუფლების მიერ. ჯანმრთელობის დაზღვევა გახდა საყოველთაო და ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც წლების განმავლობაში პრობლემა ჰქონდა, ვერ ესინჯებოდა ექიმს, არ უფინანსდებოდა მედიკამენტები და ასე შემდეგ, დღეს ეს პრობლემა მოიხსნა, მაგრამ არის რიგი მუნიციპალური პროექტებისა და პროგრამებისა, რომლებიც უნდა მივაშველოთ ჩვენ აუცილებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს, რათა დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან არსებული ყველა ძირითადი მოთხოვნა იქნა სრულად დაკმაყოფილებული და ამით დღის წესრიგიდან მოიხსნას სოციალურ უზრუნველყოფასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითისათვის ვთქვათ, ძალიან ბევრ ადამიანს დღეს აწუხებს ის, რომ ვერ იხდის კომუნალურ გადასახადებს, იმიტომ რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან ეს ადამიანები. ასეთი ადამიანებზე ჩვენ გვექნება კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების პროგრამა. ასევე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს უჭირთ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, მართალია მათთვის შეღავათიანი ტარიფები მოქმედებს, მაგრამ მისი გადახდაც უჭირთ. ამიტომ ჩვენი პროგრამის მიხედვით ისინი რა თქმა უნდა გათვლილი გვაქვს და ჩვენ სწორედ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 800 მილიონი ლარს დავხარჯავთ ჯანდაცვის და სოციალურ უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამებზე. მრავალშვილიანი ოჯახები 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შემდგომი შვილის გაჩენის შემთხვევაში ასევე 500 ლარიანი საჩუქარი გაიცემა მერის მხრიდან. ეს იქნება საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმის საფუძველზე. კიდევ 4 და მეტი შვილი, ასევე შემდეგი საკითხი ეს არის მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებისთვის სპეციალური პროგრამა, ცალკეული მედიკამენტების და ცალკეული ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა და ჯამში თქვათ ეს რამდენიმე პროგრამა შეავსებს იმ მოთხოვნას, რა მოთხოვნას დღეს დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან არსებობს, იმის ზემოთ, რასაც ასე თქვათ აფინანსებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. კიდევ შემდეგი საკითხი, საბავშვო ბაღები. ჩვენი წინამორბედების მიერ 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის შენობა გაიყიდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენი ხელისუფლების მიერ ასევე უპრეცედენტო ნაბიჯი იქნა გადადგმული და საბავშვო ბაღებში სწავლა გახდა უფასო. მაგრამ დღეს ჭირს დედაქალაქის ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია, 25 ბავშვის ნაცვლად 40 და მეტი ბავშვი ზის ერთ ჯგუფში. გარდა ამისა, ბევრი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი უბნები გვაქვს, სადაც არც ერთი საბავშვო ბაღი არ არის და აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურა არადამაკმაყოფილებელია ბაღების. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს იქ, სადაც ბაღები არის და ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, იქ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხოლო იქ, სადაც ბაღები პრაქტიკულად არ არის და ესეთი დიდი უბნებია, ტიპიური პროექტების გაკეთება და ამ ტიპიური პროექტების მიხედვით საბავშვო ბაღების აშენება. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მასობრივი სპორტის განვითარება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ უნდა ვთქვა, სხვა შორის თქვენს ეთერში დღეს ექსკლუზიურად ჯერჯერობით ამაზე, ასე ვთქვათ, ფართო განაცხადი არ გაგვიკეთებია, იმიტომ რომ ინტენსიურად მუშაობდით პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად ამ პროგრამაზე და ესაა დავასრულეთ. ეს არის თბილისის რეალურად გადაქცევა კავკასიის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად. ბევრი განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად ვერ იქცა თბილისი. ჩვენ
შევიმუშავეთ შესაბამისი პროგრამა და მიმართულებები, რომლის მიხედვითაც თბილისის მერია დაახლოებით 100 მილიონ ლარს გამოყოფს ამ ცენტრის ფორმირების და შესაბამისი მხარდაჭერისთვის და ის კომპანიები, რომელთაც ექნებათ სურვილი, რომ თბილისიდან, ასე ვთქვათ, გაშალონ თავიანთი ბიზნესი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და განავითარონ ბიზნესი თბილისში, იქნება მათთვის ხელსაყრელი პირობები. რომ ეს ამბიციური პროექტია, რომელიც ითვალისწინებს, რომ თბილისი მთელი რეგიონის დედაქალაქი გახდეს. რა თქმა უნდა, თბილისი უნდა იქცეს რეგიონის დედაქალაქად და თბილისი იქნება ჩვენი რეგიონის ხიდი ევროპასთან. და აქვე, ასე ვთქვათ, მინიშნებას გავაკეთებ, უბრალოდ 27 ივნის ძალიან მნიშვნელოვანია და საყურადღებოა ის, რომ ასოცირების შეთანხმებას ეწერება ხელი და ჩვენ კიდევ ერთ ძალიან სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ ევროკავშირთან დასაახლოებლად. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, ბოლო 2 ვიზიტი გერმანიაში, ამის მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ადგილზე ინფრასტრუქტურა, ადგილზე პირობები თუ არ მოვაწესრიგეთ და არ დავახვედრეთ ბიზნესს, რომელიც აპირებს ჩვენთან შემოსვლას, განვითარებას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება პოლიტიკური დატვირთვის მქონე დოკუმენტად დარჩება და ეკონომიკური შედეგი შეიძლება ამას ვერ მოყვეს. ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და ახალი სააგენტოები, რომელიც მას დაემატა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, საჭიროებენ მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდაჭერას, რომ ის მუნიციპალური სერვისები, რაც აუცილებელია და რაც ჭირდება ბიზნესს, დავახმაროთ და ამით ერთობლივად გავაკეთოთ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმე. და ასე შემდეგ, გვაქვს პროექტები გამწვანების კუთხით, გვაქვს პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. მოყვაროთ თითქოს გადაიქცა ეს რაღაცა ხუმრობის საუბად ზოგისთვის. ამას აკილიკებენ ის ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არც ერთი ხე არ დაურგავს. ამას აკილიკებენ ის ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არც ერთი ხე არ დაურგავს. ჩვენ ამის შესახებ გაანგარიშებებიც გაკეთებული გვაქვს, მილიონი ციფრი, რა თქმა უნდა, ესე ზეპირად არ მოგვიფიქრებია, ქონდა კონსულტაციები მეცნიერებთან. პირდაპირ მნიშვნელობით მილიონი და არა უბრალოდ ბევრი. 1 მილიონამდე ხევთქვი მე, როცა ჩემი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური განაცხადი გავაკეთე სპორტის სასახლეში, რა თქმა უნდა, ეს იქნება 1 მილიონი ხე. მერიამ აქტიურად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ნიადაგების კვლევა გააკეთოს. მერიამ აქტიურად უნდა იმუშაოს ნერგების შერჩევას და შეუსაბამოს ნიადაგს ნერგები. მერიამ უნდა იზრუნოს ზაფხულის განმავლობაში დარგული ხეების მორწყვის საკითხებზე, რომ არ გახმეს ეს ხეები. ხოლო რაც შეეხება ხეების დარგვის პროცესს, მასიური კამპანია ჩატარდება, რომლის მიხედვითაც როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები ჩაერთვებიან ამ პროცესებში. ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თუ თბილისი უნდა იქცეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ქალაქად, როგორც თქვა. ჩვენმა წინამორბედებმა 2010 წელს მერების საერთაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ ნახშირორჟანგის მოცულობა 20%-ული პუნქტით შევამციროთ. ერთ-ერთი ძალიან დაბინძურებული ქალაქია და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსერის კვლევაც ადასტურებს იმას, რომ თბილისი ამ თვალსაზრისით მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ბოლო პოზიციებზე. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ძალიან აქტიურად არ ვიმუშავეთ, რომც არ იყოს შეთანხმება, შეთანხმების გარეშეც ჩვენივე ჯანმრთელობაზე და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ამიტომაც მივიღეთ ჩვენ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენმა გუნდმა, რომ ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირება დედაქალაქში და შემდგომ ამის რეალობად ქცევა, ანუ დედაქალაქის გამწვანება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს. და ქალაქის განაშენიანების გენგეგმა, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, ითვალისწინებს იმას, რომ ის ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, გამოუყენებელი, ის ტერიტორიები, სადაც გაიჩეხა ჩვენ და სამწუხაროდ ხეები, მოვნიშნოთ, წითელი ზოლი შემოვავლოთ მას და იქ გაკეთდეს სწორედ ეს გამწვანება, მათ შორის 3 ქარსაცავი ზოლი გვაქვს აუცილებლად გასაკეთებელი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუცუბიძის პლატოზე და დიდი იღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ცხელი ქარები ქრის მუდმივად და ასე ვთქვათ, დედაქალაქის ტერიტორიაზე შემოაქვს მტრის მასა. ბატონ დავით, მე მინდა ისევ კონკრეტულ პროექტებს დავუბრუნდეთ და ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან პროექტს შევეხოთ. ხვდებით, თქვენ ეს არის თბილისი პანორამა. თბილისი პანორამა აშენდება თუ არა, თუ თქვენ მერი გახდებით? პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ თბილისი პანორამასთან დაკავშირებით ქარიშხალი იქნა ატეხილი ისე, რომ მისი, ასე ვთქვათ, რეალური საფუძველი არ არსებობდა. მე რამდენჯერმე ვთქვი და დღესაც ხალხს უსვამ, ნებისმიერი ქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია თუ ის საღად აზროვნებს, რომ მის ქალაქში 9 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს. ეკონომიკური თვალსაზრისითაც და სოციალური თვალსაზრისითაც. იმიტომ რომ
მთლიანში და პროდუქტის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საბიუჯეტო შემოსავლებზე, დასაქმდებიან ადამიანები, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მთელი ამ ასე თქვათ, პროექტის ექსპლუატაციის პროცესში ამ ადამიანების ოჯახებში შევა დამატებითი შემოსავლები და სოციალური ფონი გაუმჯობესდება. აშენების შემდეგ ფუნქციურად რამდენად აუცილებელია თბილისისთვის ეს პროექტი? რაც შეეხება მის არქიტექტურულ მხარეს, რაზეც ძირითადად ისმოდა კითხვის ნიშნები. ჯერ პროექტი დასრულებული და საბოლოო ვარიანტი მომზადებული არ არის და ესეთ შემთხვევაში, როცა მკვეთრად უარყოფითი შეფასებები კეთდება, მე ვფიქრობ, რომ ესეთი შეფასებები არის ტენდენციური. მნიშვნელოვანი რა არის? მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისეთი პროექტი იქნას წარმოდგენილი, რომელიც ძველი ქალაქის ნაწილთან, ასე ვთქვათ, ჰარმონიული იქნება და ამის კარგი მაგალითები მსოფლიოში უამრავია. მაგალითად, ვთქვათ, გერმანიაში ფრანკფურტის მაგალითი, ჩეხეთში პრაღის მაგალითი და ასე შემდეგ. ამიტომ თუ ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ჰარმონიული იქნება, რატომ უნდა თქვას დედაქალაქმა მასზე უარი? მერიამ სხვათა შორის განაშენიანების რეგულირებით ძალიან დეტალური გეგმა და პირობები წარუდგინა ინვესტორს, ინვესტორი ამზადებს ამას და ვნახოთ როგორი პროექტი იქნება წარმოდგენილი. აუცილებლად პროექტის საჯარო განხილვა უნდა მოეწყო, სადაც урбанистები უნდა ჩაერთონ, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები უნდა ჩაერთონ, ეკოლოგები უნდა ჩაერთონ და სხვადასხვა კატეგორიის სპეციალისტები, რათა მოხდეს მისი შეფასება და თუ ეს ასე ვთქვათ, იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილთან, ძველ ქალაქთან ჰარმონიული იქნება, რა თქმა უნდა და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით ის ძირითადი მოთხოვნები რაც არსებობს, იქნება დაკმაყოფილებული, რატომ უნდა ვთქვათ უარი? ბატონ დავით, მე მინდა ბოლოს კითხოთ, თქვენ ახსენეთ წინა ხელისუფლება და არის თუ არა რაღაც ისეთი მემკვიდრეობა წინა ხელისუფლების, რომელსაც თქვენ პოზიტიურად აფასებთ, ისევ გამიმეორებთ, თუნდაც ის პროექტები, ვთქვათ, შემოვლითი რკინიგზა, იგივე ხიდი, რომელსაც აპირებდა წინა ხელისუფლება აეშენებინა მტკვარზე, ან სხვა, რომელსაც თქვენ თვლით, რომ ეს პოზიტიური პროექტებია და რომელიც, ვთქვათ, უნდა გაგრძელდეს, თუ არის რაღაცები, რაც, ვთქვათ, საშინლად ნეგატიურია, მიუღებელია თქვენთვის და რაც თვლით, რომ კატეგორიულად მიუღებელია მისი გაგრძელება. ეს ორი პროექტი გაინტერესებს, ზუსტად ამ ორივე პროექტზე ზუსტ პასუხს გაგცემ. შემოვლითი რკინიგზა ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან ცუდად დაგეგმილი პროექტი იყო. ამიტომაც ჩვენმა ხელისუფლებამ მისი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება გააკეთა, ნახა რა ხარვეზები განიხილა მთავრობის ხომაზე. მე ჯერ კიდევ მთავრობის წევრი ვიყავი, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს, ოღონდ შესაბამისი, ესე ვთქვათ, ტექნიკური ხარვეზები უნდა იქნას გასწორებული. რაც შეეხება ხიდს, ხიდი იყო აზიის განვითარების ბანკის პერსპექტიული პროექტების ნუსხაში შეტანილი ხიდი. კვლევა ამ ხიდი და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დასრულებული არ იყო და სწორედ ესეთ პერიოდში მე მინისტრი ვიყავი ინფრასტრუქტურის დაახლოებით 1 წლის წინ თბილისის მერიამ გამომიგზავნა წერილი, სადაც სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელთა 1000-ზე მეტი ხელმოწერა ახლდა და ისინი კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ იმისა, რომ იქ აშენებულიყო ხიდი, იმიტომ რომ სამტრედიის ქუჩა ვერ გაატარებდა იმ ხიდზე გადასული მაღალი ნაკადის ავტომანქანებს და ითხოვა რომ გაგვეთვალისწინებინა მოსახლეობის თხოვნა. ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და ასე ვთქვათ, ის ფული, რაც ფეშენებელური 4 ტრილიონიანი ხიდის გაკეთებაზე იყო ორიენტირებული, სხვა მიმართულებით გაუშვით რეგიონებში. ძალიან ბევრი პრობლემა არსებობდა და უბრალოდ სირცხვილი იყო ის, რომ რეგიონების ნახევარზე მეტ წყალი არ ქონდა და ფეშენებელური ხიდების, პარლამენტის შენობების, დოქების და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, სხვა ესეთი პროექტების შენებით იყო დაკავებული წინა ხელისუფლება. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მე ახლა მინდა გადავიდე ბატონო დავით დარბაზთან და ვთხოვო თქვენ მხარდამჭერებს, რომ უთხრან მაყურებელს და უთხრან ამომრჩეველს, რატომ უნდა დაუჭიროს თბილისის მოსახლეობამ მხარი დავით ნარმანიას. ბატონმა კახიმ თქვენი წარდგენისას ახსენა თქვენი ლამაზი ოჯახი და თქვენი ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წევრი ახლა ჩვენთან იმყოფება და მე მინდა მას ვთხოვო, რომ გითხრას, რატომ უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი დავით ნარმანიას. გესალმებით. დავით ნარმანიას მეუღლე. მოგესალმებით. დათოს მხარე იმიტომ უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა, რომ მას აქვს ბევრი ისეთი უნარი თუ თვისება, რომელიც აუცილებელია დედაქალაქის მერისთვის. პირველ რიგში ის არის თავის საქმის პროფესიონალი, უმაღლესი დონის მენეჯერი, რაც აუცილებელი თვისება არის თუ უნარი დედაქალაქის მერისთვის, ვინაიდან სწორად დაგეგმოს ბიუჯეტი იმისთვის, რომ ქალაქი განვითარდეს სწორად. გარდა ამისა, იგი არის წესიერი, პატიოსანი ადამიანი.
და თბილისელებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად, ვინაიდან მათი გადასახადები დაიხარჯება მიზანმიმართულად, უკაცრავად და მოხმარდება მათ კეთილდღეობას თუ ქალაქის განვითარებას. დიდი მადლობა ხალბატონიკა. ბატონ გიორგი, თქვენ მინდა გთხოვოთ რომ უთხრათ საზოგადოებას, რატომ უჭერთ თქვენ მხარს დავით ნარმანიას? უჯერ ხარ ერთი იმიტომ უჯერ რომ წესიერი ადამიანია, პატრიოტული ადამიანია. აი არის ისეთ ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვართ რა. უხერხულიც კი არის ადამიანზე თქვა რომ იმიტომ უჯერ ხარ რომ წესიერია და პატრიოტული. უპატრიოტო და უწესო ადამიანს რა უნდა რაღაც თანამდებობაზე. მაგრამ სამწუხაროდ მივეჩვიეთ ამას რომ ასეთი ხალხი იყო ამ თანამდებობაზე. აი ნათელი მაგალითი გვაქვს ამისი წინა ხელისუფლების ბატონ გიგი უგლავას 50 მილიონის ისა აქვს წარდგენილი რომ შეჭამა 50 მილიონი. ეხლა ბატონ ნიკამელიასთან ერთად ალბათ 150 მილიონი შეჭამს და ამას არ იკადრებს ბატონი დავითი და არიზამს და მოახმარს ამას. და საქმის ეს ერთი და საქმის კეთება იცის. არის ისეთი პიროვნება, მე როგორც ვიცნობ მას და აი რამდენადაც ვიცნობ, რომ სხვის აზრს გაიზიარებს, სპეციალისტებისაც გაიზიარებს და ეხლა თქვა მას საუბარში, ეხლა ეს ახსენა სწორედ რომ ურბანისტები არიან ქალაქში, არა? საბედნიეროდ ყავს ძალიან კარგი სპეციალისტები, არქიტექტორები, გაითვალისწინებს მათ აზრს და ისე მიიღებს და ისე დაამტკიცებს რაღაცა პროექტებს და დამთავრდება ის დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც არსებობდა ჩვენ ქვეყანაში, რომ ერთი პიროვნების გადასაწყვეტი იყო, სად რა ხიდი უნდა აგებულიყო და რა უნდა გაკეთებულიყო ქალაქში საერთოდ. ეს მეორე კიდე. და მესამე კიდევ და ჩემთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის არის ის, რომ ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი ბანდის არსებობა იმაში აქვს იმას ქალაქის საკრებულოში აღარ არიან უკვე და მერიაში უნდა დამთავრდეს. ეს დანაშაულებრივი მოქმედება რო არის დღესაც ძალიან კარგად ჩანს. აი რომ ამბობთ ქუჩები გადათხრილი და დატოვებულიო. ვინ გადათხარა და ვინ დატოვა ეს ქუჩები ასე? მერიამ გააკეთა, ხო მერიის ხელში იყო. ეხლა გამოდიან ეს მერია უზნეო იმას აქვს რეკლამების უზნეო აქვს რა. გვპირდებიან რომ ჩვენი ცით ბენზინს გავაიაფებთ. გადასახადებს გავაიაფებთ გაზზე. ეს რაც არ ეხებათ მათ, აი იმას გვპირდებიან. ეხლა ეს იგივეა და ახალით მე რო თქვა რომ ამირჩიეთ აკადემიის პრეზიდენტად და საქართველოს შევიყვან ნატოში მეთქი რა. აი რა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ დავით, თქვენ ახლა გაქვთ ერთი წუთი, მე უკვე კითხვებს აღარ დაგისვამთ, ერთი წუთი იმისათვის რომ საბოლოოდ მიმართოთ თქვენ სამომრჩეველს, რომელმაც 15 ივნისს უნდა დაგიჭიროთ მხარი. პირველ რიგში მე მინდა ჩვენ სამომრჩევლებს მიმართო და უთხრა რომ მე ვიქნები ის დედაქალაქის მერი, რომელიც თქვენს მიერ სიმწრით გადახდილ გადასახადებს და მოსაგრებლებს საკუთარ ჯიბეში არ ჩაიდებს და მიმართავს დედაქალაქის და თითეული თქვენთაგანის საკეთილდღეოდ. მეორე, ჩვენი მმართველობის პირობებში ძალიან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია იქნება ჩვენსა და ანუ არჩეულ ხელისუფლებასა და თითოეულ თქვენთაგან შორის და თითოეული თქვენთაგანის აზრი და საჭიროება იქნება გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თითოეული თქვენთაგანი იქნებით დაფასებული დედაქალაქის მერიის მიერ და ის საჭიროებები, რაც თქვენ გაგაჩნიათ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში იქნება მხარდაჭერილი, გაკეთებული და მოწესრიგებული. ამიტომ არ დაიზაროთ, 15 ივნისი არის ის დღე, რადგანაც თქვენ ისტორიული არჩევანი უნდა გააკეთოთ. ჩვენ ასეთი დემოკრატიული ფორმით ადგილობრივ თვითმმართველობას წელს პირველად ვირჩევთ საქართველოს ისტორიაში და აქედან გამომდინარე არ გაუშვა ისტორიული შანსი იყოთ ამ გადაწყვეტილების თანამონაწილე. დიდი მადლობა. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი დავით ნარმანია. მე წარმატებას გისურვებთ ბატონო დავით და ბატონ კახის ხო ისევ დაუბრუნდეს ტრიბუნას. ბატონ კახი, ჩვენ ვისაუბრეთ თბილისზე, ჩვენ ვისაუბრეთ დედაქალაქზე და ახლა უკვე გადავიდეთ რეგიონებზე. რა არის მთელი საქართველოს მასშტაბით მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს რეგიონების განვითარებისთვის, რა არის აუცილებელი, როგორ უნდა იზრუნოთ ერთად უკვე საქართველოზე? რაც შეეხება რეგიონებს, მინდა მოგახსენოთ, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს ქვეყანაში და ეს პრობლემები ფაქტიურად ყველა რეგიონში ერთი და იგივე სახე აქვს. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, არის შიდაგზების პრობლემები, არის წყლის პრობლემებია, არსებობს რაიონები, სოფლები, რომლებსაც საერთოდ ბოლო ათწლეულია წყალი არ მიეწოდებოდათ. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელებთ, მომავალშიც ვაპირებთ, რადგან უამრავი პრობლემა დაგვხვდა
ჩვენ და სამწუხარო ძალიან ძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემებს არ გაურბივართ და ღიად საუბრობთ და არ ხუჭავთ თვალს, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და ეს ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, რადგან მიდიოდა მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში იყო ყველაფერი კარგად. შექმნეს ვირტუალური საქართველო, სადაც ჩვენ ხედავდით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ბედნიერი, ყველა თითქმის დასაქმებული, პრობლემები არ არსებობდა ქვეყანაში, მაგრამ რეალობა იყო სულ სხვა და ეს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის. აი თქვენ დასაქმება ახსენეთ, უმუშევრობა რეგიონებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას? არა მარტო რეგიონში არის ეს პრობლემა, მე ვფიქრობ, მთლიანად საქართველოში არსებობს დასაქმების პრობლემა და მე ვფიქრობ, ამ პრობლემის გამოსწორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება. თუ საქართველო ეკონომიკურად არ მოძლიერდა, თუ ჩვენ არ შეუწყოთ ხელი საქართველოში პროდუქტის წარმოქმნას, წარმოუდგენელი იქნება ის, რომ მოვახერხოთ ადამიანების დასაქმება. სახელმწიფო მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას ისეთი გარემო, რომ ბიზნესი იყოს დაინტერესებული, უფრო მეტი პროექტები განახორციელოს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კანონმდებლობა უფრო დაიხვეწოს, ხელი შეეწყოს ბიზნესის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პირველი გავაკეთეთ ის, რომ ბიზნესი გავათავისუფლეთ ზეწოლისგან. და ეს მე ვფიქრობ, თვალშისაცემია და ყველა ძალიან კარგად ხედავს ამ შედეგს. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, პრობლემები არის ძალიან ბევრი. მე როგორც ენერგეტიკის დარგის წარმომადგენელი დღეს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ სამინისტროს მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ქვეყანაში, მომავალშიც იგეგმება, რადგან ენერგეტიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერდეს. ეკონომიკა გავაძლიეროთ, ხელი შეუწყოთ ახალი ფაბრიკების, ახალი ქარხნების გახსნას და ზუსტად ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა. ბატონ კახი, ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც არჩევნები იყო სხვადასხვა გეგმები, რომელიც სწორედ რეგიონებს ეხებოდა. მე მაგალითად რამდენიმეს დავასახელებ, აი ქუთაისში დავაფუძნებ საუნივერსიტეტო ქალაქს, რუსთავის შესაძლოა გახდეს პროფესიული განათლების ცენტრი, ზუგდიდში აშენდება კავკასიის რეგიონის მასშტაბის სამედიცინო ცენტრი, კახეთში რკინიგზის რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. გასაგებია რა თქმა უნდა, რომ ეს არის 4 წელზე გათვლილი პროგრამა, მაგრამ ჯერჯერობით აი ამ კონკრეტული პროექტებიდან მაგალითად არც ერთი დაწყებულიც არ არის თუ არ ვწდები. ამ შემთხვევაში ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება მოსახლეობას და ამომრჩეველს ეჭვი შეეპაროს, რომ ეს დაპირებები შეიძლება დაპირებად დარჩეს და რეალურად არ იქცეს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამას. ჩვენს მიერ გაცემული ყველა დაპირება, რომელიც იყო 2012 წლის წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მაქსიმალურად ყველა დაპირება იქნება შესრულებული. რაც შეეხება თქვენს მიერ ჩამოთვლილ კონკრეტულ ქალაქებს, მიმდინარეობს შესწავლა, თუმცა უნდა აღვნიშნო ის, რომ როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დაგვხვდა უამრავი პრობლემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსახლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ის თემები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. ეს არის სოციალური პრობლემები, ძალიან მძიმე მდგომარეობაა დღეს და მე ვამაყობ იმით, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და ბატონი დავით სერგეენკო აქ არის და მე მინდა მას მადლობა გადაუხადო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განხორციელდა და დღეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული. 1,700,000 ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო დაცვით და დაზღვევით. ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით უამრავი პროექტი იქნა განხორციელებული რაიონების მიხედვით, სოფლების მიხედვით, ქალაქების მიხედვით და ეს პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაახლოებით 800,000 ადამიანმა ისარგებლა უფასო ხმნათესვით. ასევე იყო დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე გაცემული IAP კრედიტები, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და მე მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას აწარმოეს საქართველოში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად მოძლიერდეს, საქართველოში პროდუქციის წარმოება განავითაროთ და მე ვფიქრობ, ეს წამოწყება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრთან ერთად ბატონი გიორგი კვირიკოაშვილთან ერთად წამოიწყო, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ბატონ კახი, მე მინდა რომ რამდენიმე წუთში თქვენ წარადგინოთ უკვე კანდიდატები, რამდენიმე კანდიდატი, მერობის რამდენიმე კანდიდატი იმყოფება დარბაზში, მაგრამ მანამდე მე მინდა გკითხოთ, რა პრინციპით მოხდა კანდიდატების შერჩევა ზოგადად? კანდიდატებს რაც შეეხება, პირველი იყო ის კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით გუნდში, რომ
ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკური ფიგურები, უნდა ყოფილიყვნენ მენეჯერი, მეურნე ადამიანები, ну, რა თქმა უნდა, ღირსეული, პატიოსანი, თავის საქმის პროფესიონალები და ზუსტად ამ პრინციპებით მოხდა შერჩევა ყველა იმ კანდიდატის, რომელიც არის კოალიციის მიერ წარმოდგენილი და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად იმ რეგიონებში, ქალაქებში ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას 15-ს. მოდი წარმოგიდგენთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მომავალი მერი, ბატონი დავით ჭიქია, რუსთავის მომავალი მერი, ბატონი შოთა მურღულია, ქუთაისის მომავალი მერი და ბატონი ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მომავალი მერი. დააკვირდით, რომ ბატონი კახებად წარადგენს არა როგორც მერობის კანდიდატებს, არამედ როგორც მომავალ მერებს. მე მინდა თქვენ გთხოვოთ, რომ მოკლედ ძალიან გითხრათ, რა მთავარ პრობლემებს ხედავთ თქვენს ქალაქებში, რას გააკეთებთ პირველ რიგში იმისათვის, რომ მოსახლეობას შეუმსუბუქოთ იქ მდგომარეობა. მოგესალმებით, აქ არაერთი გამოსვლელი აღნიშნავდა, რომ პრობლემები იმდენად ბევრია და საერთოდ იყო საუბარი პრიორიტეტებზე წინა საარჩევნო პროგრამების წარდგენისას. ამიტომ პრიორიტეტი არის ყველაფერი, რაც გუნდმა ერთად წარადგინა, ერთი ნააზრევია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისევ და ისევ რჩება, აი ბათუმისთვის მაგალითად ეს არის პრობლემატური საკითხი, ქალაქს დღემდე არ ქონდა ურბანული განვითარების გეგმა, ანუ ქალაქი არა გეგმაზე უმეტად ვითარდებოდა, არ იყო ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა, ეს პირველი გრძელვადიან გეგმას გულისხმობს. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს და რომელსაც ჩვენი გუნდი გადაწყვეტს. კიდე ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის ინფრასტრუქტურული განვითარება. ანუ კერძოდ ბათუმში ჩვენ მივიღეთ ორად გაყოფილი ქალაქი. და აი ლოზუნგი მაქვს მე ესეთი, ქალაქის ყველა უბანი უნდა გახდეს ცენტრი. ანუ სიტყვა გარეუბანი არ უნდა არსებობდეს. მივიღეთ ჩვენ ქალაქი ორად გაყოფილი, კიდე ერთხელ აღნიშნავ, აი ვინც ბათუმი იცის, ჭავჭავაძის ქუჩის მიღმა რამოდენიმე უბანი არსებობდა. ეს იყო ძალიან ძველი და ტრადიციული უბნები, რომლებიც საერთოდ მიუხედავი იყო წლების განმავლობაში. აი ამიტომ თავარია ინფრასტრუქტურული განვითარება აუცილებლად და სოციალური პოინტიდან გამომდინარე აქ დასაქმებაზე იყო საუბარი, მაგრამ უმნიშვნელოვნად ვთვლი აი ხელმისაწვდომი საბინაო ფონდის შექმნას, რასაც საფუძველი ჩაუყარეთ და რასაც განვაგრძობთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ბათუმის ინტერესებისათვის არის განსახორციელებელი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი პროგრამა, რითაც ჩვენ მოვდივართ ამ შემთხვევაში თვითმმართველობაში ზუსტად ემთხვევა ჩვენი თანაქალაქელების ბათუმლების მოთხოვნას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ დავით. მოგესალმებით, ანუ პრობლემები ფაქტურად ყველა ქალაქში იდენტურია. ჩვენთანაც ქალაქში იგივე პრობლემა არსებობს, არ არსებობს ქალაქის გენერალური გეგმა, ნუ არ არსებობდა, მოვახერხეთ დაახლოებით იანვარში მოხდა პირველი ეტაპის დამტკიცება. ანუ ქალაქის გენერალური გეგმის არარსებობამ გამოიწვია ეს, რომ რეალურად ქალაქში აღარ არსებობს სკვერები, აღარ არსებობს პარკები, გასხივსებული არის ისეთი სკვერები, როგორც არის მაგალითად ქალაქის მერის წინ არსებული სკვერი, რომელიც ქალაქის დაარსებისთანავე დაარსდა. ანუ გაიყიდა ფაქტურად ქალაქს აღარ აქვს მწვავე ზოლი, ეს გამოიწვია იმან ელემენტარული, რომ არ ხედავდა წინა ხელისუფლება დართული და საჭიროდ ყოფილიყო განვითარების გეგმა. გარდა ამისა, ქალაქის განვითარების გეგმის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები საკმაოდ ქაოსურად არის განხორციელებული. ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელია ეს პროექტი, რა პროექტის განხორციელებულია სამწუხაროდ და ხელმეორედ გვიწევს ამ პროექტების გადახედვა და ამ პროექტთან დაკავშირებით თქვა რაღაც ჩანაფიქრების და რაღაც გააზრებების განხორციელება. გარდა ამისა, სამწუხაროდ ქალაქის ერთადერთი ცენტრალური ქუჩა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სახეს ქალაქისას, გადაიქცა ბენზინგასამართი სადგურების სამრეცხაოების და მსგავსი რაღაც ობიექტების ქუჩად სამწუხაროდ და დასაწყენია თქვა ის მომენტიც, რომ ქალაქს რეალურად დღესდღეობით, ანუ ყველა ქალაქს გააჩნია მეტნაკლებად რაღაც ადგილი, სადაც შეიძლება თქვა რაღაც სავიზიტო ბარათი ვითარსებოდეს ქალაქისთვის და რუსთავს ეს სავიზიტო ბარათი არ აქვს ელემენტარულად, იმიტომ რომ ყველა უბანი ფაქტურად სამრეცხაოების უბნად აქციეს. ეს ობიექტები უნდა დაიხუროს. არა, გეტყვით ახლა დახურით ვეღარ დაიხურება, უბრალოდ აუცილებელი არის ის, რაც გადარჩა რეალურად თავისუფალი ზონები, იმას მიეხედოს ისე, რომ არ მოხდეს ესე ქაოსურად გაგრძელება ამ სიტუაციის, ანუ გენერალური გეგმა უნდა შეიქმნას და უნდა მოერგოს ისე სიტუაციას, რომ საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებიც გათვალისწინებული იყოს, ქალაქის ინტერესებიც და თქვა მეწარმეობის ინტერესებიც. მადლობა. ბატონ შოთა, ქუთაისი იქცევა თუ არა საუნივერსიტეტო ქალაქად? როგორ? ქუთაისი იქცევა თუ არა საუნივერსიტეტო ქალაქად?
ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია პირველი რაც მინდა აღვნიშნო რომ ქუთაისში თუ რაიმე განხორციელდა სამწუხაროდ ქუთაისლებისთვის არ უკითხიათ სურდათ თუ არა მათ ეს ან იგივე ის 350 მილიონის ინვესტირება ქალაქში რა მიმართულებით იყო სასურველი რომ დახარჯულიყო რაც შეეხება საუნივერსიტეტო სტატუსს და სხვადასხვა სტატუსს ჩვენ აუცილებლად ეს მოსახლეობას უნდა ვკითხოთ და ჩვენ ქალაქს რაიმე ხელოვნურ თუნდაც საპარლამენტო ქალაქის სტატუსი რა თქმა უნდა ესეც რა მოსახლეობასთან უნდა იყოს შეჯერებული მე პირადად როგორც ქუთაისის სურვილი მაქვს რომ რადგან 350 მილიონი დაიხარჯა ვთქვათ პარლამენტმა ფუნქციონირება გააგრძელოს ქუთაისში ან რა თქმა უნდა გაცილებით უფრო დიდი სტატუსი უნდა იქნას მოძიებული რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები რაც შეეხება სხვა ყველა ფუნქციას ქალაქისას ქუთაისს არ შეიძლება კონდეს ერთი ფუნქცია და ვერც ერთი ფუნქცია ვერ იქნება მისი განვითარების ერთადერთი საშუალება არამედ თითქმის ყველა სფეროში აუცილებელი არის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება ქალაქში არის უამრავი პრობლემა. უამრავი, შეიძლება თქვათ, რომ ზედიდით მეორე ქალაქში არის უბნები, სადაც წყალი დღე-გამოშვებით მოდის. გზები არის მოუწესრიგებელი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად მიტოვებული იყო ეს ქალაქი. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს გეგმა, თუ უნდა მოვაგვაროთ რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული პროექტები, პრობლემები, ასევე არის ძალიან დიდი სოციალური რთული ფონი და ადგილობრივი სოციალური პროგრამების გაუმჯობესება არის საჭირო, ასევე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული საკითხები და ეს პრაქტიკულად იდენტურია ყველა ქალაქში და რაც შეეხება საუნივერსიტეტო სტატუსს, მე მინდა ვთქვა, რომ ქუთაისში ძალიან კარგი უნივერსიტეტი გვაქვს ჩვენ და მისი გაძლიერება რა თქმა უნდა რეგიონში მას ნამდვილად აქცევს საუნივერსიტეტო ქალაქად. მადლობა ბატონ შოთა და გადავიდეთ ზუგდიდზე ბატონ მირაკლი. მოგესალმებით. ჩვენთან ზუგდიდში ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ რომ მერია არ არსებობს, შენობა ახლა უნდა გამონახოთ, გავარემონტოთ, კონკურსი უნდა გამოვაცხადოთ, თანამშრომლები მოვიყვანოთ, იმიტომ რომ რაიონის გამგეობა იყო და ამის შემდეგ კანონში გაწერილია, რომ 120 დღის განმავლობაში უნდა ვიყოთ და ამის მერე შეუდგებით ჩვენ მუშაობას. პრობლემები ასევე ჩვენთანა ძალიან ბევრია. იგივე დასაქმების პრობლემა, სოციალური ფონი, დევნილების პრობლემა არის ძალიან მძიმე. მაგრამ კომპაქტურად ჩასახლებებში ძალიან გაუსაზრისი პირობებია. კი, მთავრობამ უკვე გამოყო ქალაქ ზუგდიდში 9 ჰექტარი, შენდება 8 კორპუსი და 4000 დევნილი 2016 წლის ბოლომდე მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფარს. ასევე სოციალური ფონი, საკანალიზაციო სისტემები, სანიაღრო არხები, გამწვენდი ნაგებობა ზუგდიდში არ არსებობს. უხერხულიც არის, მაგრამ ფეკალები მდინარეში ჩაედინება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დევნილების პრობლემა აღვნიშნე, ჩვენი სავიზიტო ბარათი იგივე ბოტანიკური ბაღი მოვლელია. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ზუგდიდს, რომ განავითაროს რელიგიური ტურიზმი, იმიტომ რომ ზუგდიდში არის დაბრძანებული ღვთისმშობლის კვართი. და იტალიაში სადაც უფლის კვართია დაბრძანებული მთელი ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია აწყობილია თუ შეიძლება ასე ვთქვათ უფლის კვართზე და ამიტომ ძალიან ბევრი ტურისტი შეიძლება მივიღოთ და ჩვენ პირდები ჩვენ ამოჩვენებს რომ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებ და მერიას გადავაქცევთ არა პირადი კომფორტის საშუალებად არამედ აღშენებლობის და სამოქალაქო კონტროლის ინსტიტუტად ასე დიდი მადლობა გაიხარა დიდი მადლობა მე წარმატებას გისურვებ ბატონო კახი მე მინდა ვინაიდან კანდიდატებზე ვსაუბრობ და თქვენ თქვით რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო რომ ეს ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკოსები მაგრამ როდესაც სხვა კანდიდატებზე და პოლიტიკოსებზეა საუბარი ერთ-ერთი პირობა არის ის რომ ისინი არ უნდა იყვნენ ყოფილი ნაციონალები და თუ ზუსტია ეს ინფორმაცია მე ვიცი რომ თქვენ ერთ-ერთი კატეგორიული მოწინააღმდეგე იყავით სწორედ ამის რა არის ამის მიზეზი უფრო რომ განგვიმარტოთ იმიტომ რომ ჩვენ თბილისის საკრებულოშიც თუნდაც უამრავ ადამიანს ხედავდით რომელიც სწორედ ნაციონალებენ იყო ასე ვთქვათ გადაბარგებული ქართულ ოცნებაში არა რაც შეეხება ნაციონალებს როგორც ასეთი ყოფილი ნაციონალი ჩემთვის ცოტა არ არსებობს ეს ცნება მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავდა პირველივე დღიდან, როდესაც პარტია ქართული ოცნება, კოალიცია ჩამოყალიბდა. ამიტომ მე ვფიქრობ, არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ჩვენ დაგვეწყო ძიება სხვა პარტიების წარმომადგენლები დაგვეყენებინა კანდიდატებად, რადგან ჩვენ ყავდა ღირსეული პიროვნებები, რომლებიც ჩვენთან ერთად ებრძოდნენ იმ რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. თუმცა პირველ ეტაპზე ეს ადამიანები გადმოვიდნენ და ისინი იყვნენ ქართულ ოცნებაში. დიახ. ამიტომ ყველა ის პიროვნება, რომელიც იქნა შერჩეული ჩვენს მიერ, მე ვფიქრობ, ისინი არიან ღირსეული პიროვნებები, კეთილსინდისიერი, პატიოსანი, თავის საქმის პროფესიონალები და ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისინი ჩვენ გუნდთან ერთად მიაღწევენ იმ გამარჯვებას, რასაც ქართული ხალხი ელოდება და რაც ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად 1 ოქტომბერს გამარჯვებით დავიწყებთ. კარგი, ბატონო კახი.
ამ ბლოკისთვის ბოლო შეკითხვა მეკდება დაუბრუნდებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამ დრომდე არ სახელდება. ცნობილია ეს კანდიდატურა და თქვენ არ ასახელებთ თუ არ იქნებ შეგიძლიათ კიდევაც პირველად დაგვისახელოთ. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ეს თვითონ საკრებულოს პრეროგატივაა და იმის მერე, როდესაც მოხდება არჩევა, დაველოდოთ 15 ივნისს და გვეცოდინება უკვე ყველა ის პიროვნება, რომელიც იქნება წარმოდგენილი საკრებულოში და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი ყველა მოხდება თბილისელების დახმარებით, ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის დახმარებით, თვითონ ისინი მიიღებენ უკვე გადაწყვეტილებას და აირჩევენ ვინ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. ამიტომ დაველოდოთ არჩევნებს და მე ყველაფერი ნათელი იქნება თქვენთვის და საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა. ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ. ჩვენთან მაყურებელი ხედავს, რომ უამრავი მინისტრი, დეპუტატები იმყოფებიან. ჩვენ სწორედ მათთან ერთად დავბრუნდებით უკვე რამდენიმე წუთში და ბატონ კახისაც ვთხოვთ დაგველოდოს ტრიბუნას და ვინაიდან ბატონ ვიცე-პრემიერთანაც კიდევ რამდენიმე შეკითხვა გვექნება. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ჩვენ ბრუნდებით არჩევანის სტუდიაში, ჩვენ წარმოგიდგენთ ქართული ოცნების კანდიდატებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში 15 ივნისს მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენ ახლა უკვე გადავდივართ პოლიტიკურ ნაწილზე ჩვენი გადაცემის. ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან მინისტრები და სწორედ მათ ვთხოვთ ახლა თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა მანამდე მე ისევ ბატონ კახის დაუბრუნდები ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს, რომელიც ჩემი თანაწამყვანია დღეს ფაქტობრივად ასე გამოდის. ბატონ კახი, მე რა თქმა უნდა შევეხო იმ განცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, თქვენ შემდეგ გააკეთეთ ამაზე განმარტება, მაგრამ მაინც მინდა რომ პირდაპირ ეთერშიც ამაზე ვისაუბროთ. არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, განაცხადა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეს განცხადება რა თქმა უნდა არა მარტო კრიტიკის, არამედ სპეციალური განცხადების მიზეზიც კი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თქვენ იცით და თქვენ თქვით რომ ეს იყო უბრალოდ მექანიკური შეცდომა, მაგრამ პოლიტიკური წრების მხრიდან მაინც არ გაჩერდა კრიტიკა ამ მიმართულებით. მე მინდა ამიტომ თქვენ კიდევ ერთხელ გააკეთოთ კომენტარი ამ განცხადებაზე. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ჩვენ გავაკეთეთ განმარტება ამასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ის არ არის მარტო პრემიერ-მინისტრი, ვიცით ამასთან დაკავშირებით, ბატონი ირაკლი არის ასევე კოალიციის ლიდერი და როგორც ყველა პარტიას აქვს სურვილი, ყველა რაიონში, ყველა რეგიონში იყოს წარმატებული, ასევე ქართულ ოცნებას აქვს იმის სურვილი და პრეტენზია მთლიანი საქართველოს მასშტაბით ვიყოთ გამარჯვებულები. მე ვფიქრობ, ეს ნორმალურია. რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც უნდა ყოველთვის მაქსიმალური შედეგი დადოს. ამიტომ მე ვფიქრობ, სხვა კონტექსტში ამ კონკრეტული თემის განხილვა მე ვფიქრობ პოლიტიკურმა წრეებმა შეაფასეს როგორც მოწოდება პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ არ დავუშვათ ამ პოლიტიკური ძალის თვითმმართველობაში. მეც მოუწოდებ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ არ უნდა დაუშვათ, გაიმარჯვოს ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა. მაგრამ თქვენ არ გულისხმობთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ის წარმატებული გამარჯვება, რომელიც ჩვენ 1 ოქტომბერს დავიწყეთ, უნდა დავასრულოთ 15 ივნისს სრულიად საქართველოს გამარჯვებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, თქვენ ამბობთ. ბატონო კახი, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, არამედ სხვა პოლიტიკური სხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, ისინი ამბობენ, რომ მათ შვიდ გარემოში ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი საარჩევნო კამპანიების ჩატარებას. აი ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორ αφასებთ თქვენ საარჩევნო გარემოს საქართველოში? რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მე ვფიქრობ, მიმდინარეობს ძალიან მშვიდ დემოკრატიულ ვითარებაში. თქვენ თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის თქვენს მიერ წარმოდგენილ დასახელებულ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას შეგიძლიათ მითხრათ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ ძალიან მშვიდ თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ბურჯანაძის ბლოკი მაგალითად ლეიბორისტული პარტია, თქვენ ალბათ გეცოდინებათ ამის შესახებ, ამბობენ რომ კანდიდატურების მოხსნას აიძულებენ მათ, ხელისუფლება აიძულებს მათ და არასამთავრობოებმაც კი გაავრცელეს ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ 8 რეგიონის 15 ოლქში 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა სავარაუდოდ ზეწოლის ფონზე უკვე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. აპირებს ხელისუფლება ასეთი ამ ფაქტების გამოძიებას? რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, არც ერთი ფაქტი ვერ იქნა წარმოდგენილი კონკრეტულ ზეწოლასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ფაქტი და არგუმენტი, განცხადებებიც კი იმ პიროვნებების მხრიდან, ვინც
ზეწოლის მსხვერპლი გახდა, არც ერთი განცხადება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ჩირქი მოცხონ საარჩევნო გარემოს, რადგან კიდევ ერთხელ გეუბნებით, არჩევნები მიმდინარეობს თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში. არასამთავრობო ორგანიზაციების საინტერესოებულები არიან ამ პროპაგანდაში თქვენ. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ალბათ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან კონკრეტული ფაქტებით, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მოხდება მოკვლევა და თუ მართლაც დადასტურდება და იქნება ზეწოლის ფაქტები, რა თქმა უნდა, ყველა ის პიროვნება იქნება დასჯილი. მე მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე, იმ განცხადებაზე, რომელიც კოალიციამ გუშინ ჩვენ გავაკეთეთ, ვთხოვეთ, მოუწოდეთ CSKOS-ს, რომ დადგენილება შეეცვალა და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ თამარ ჟვანიას და ასევე CSKOS-ს წევრებს, რადგან მათ მიიღეს დადგენილება და ის პრობლემა, რომელიც იდგა დვანიშში საარჩევნო სიის მოხსნასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის და ბურჯანაძის პარტიის პარტიული სიის მოხსნასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა აღარ არსებობს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან მართველი გუნდი პარტია სრუნავს იმაზე, რომ ოპოზიციური გუნდების წარმომადგენლები მათი პარტიული სიები იყვნენ და მათ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. აი ეს არის ნამდვილი დემოკრატია და ეს არის თავისუფალი არჩევნები. მადლობა. ქალბატონი თია იმყოფება ჩვენთან სტუდიაში, იუსტიციის მინისტრი, უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარე და მე მინდა ქალბატონო თია თქვენ შეაფასოთ საარჩევნო გარემო საქართველოში. თქვენ ასეთი რამეც კითხვით, რომ ფაქტია ხოლმე რომ ხდება კვერცხების სროლა, განსაკუთრებით მოდაშია. თქვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც კი ვთხოვეთ ერთხელ, რომ ეს მეკვერცხები მოგვაშორეთ თუ შეიძლება თავიდანო. გთხოვთ შეაფასოთ საარჩევნო გარემო. პრესაში იყო ყოველ შემთხვევაში ასეთი თქვენი სიტყვები, არ ვიცი სიტყვით თქვენ ასე თქვით თუ არა. მოგესალმებით. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა ერთი მარტივი რამ, რომ ჩვენ ყველას ვინც ვიყავით მაშინ ოპოზიციაში და პატარა პარტიების წარმომადგენლებს, კარგად გვახსოვს 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს რა გარემოში გვიწევდა ბრძოლა. ეს იყო აბსოლუტურად ძალადობრივი გარემო, რომლის ავტორი იყო სახელმწიფო და მართველი გუნდი. დღეს მე ამ გარემოს, როგორც უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარე, შევაფასებდი როგორც დღე და ღამეს შორის განსხვავებას. დღეს ვერც ერთი ფაქტი, რომელზეც არის ხოლმე საუბარი, ან მედიაში, რომლის ყოველდღიურ სამჯერად მონიტორინგს კომისიაში ჩვენ ვახორციელებთ და ვერც ის ინფორმაციები, რაც ჩვენთან შემოდის, ვერც ერთი ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რაიმე ტიპის ძალადობა, რაიმე ტიპის ზეწოლა მომდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურებისგან ან მათი წარმომადგენლებისგან. ამგვარი უბრალოდ არ ხდება, არ შემოსულა. თუ არის ცალკეული ინციდენტები, მაგალითად როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა, აქ საერთოდ დავაც კი არ შეიძლება რომ ეს იყო კერძო პირების მიერ ჩადენილი რამ, რის რა ფაქტზეც მაშინვე დაიწყო გამოძიება და დავა თუ კი რამეზე მიმდინარეობს, დღეს მიმდინარეობს დავა, მათ შორის ჩვენს კომისიაში იმაზე, ეს ფაქტები ასე უნდა დაკვალიფიცირდეს თუ ისე უნდა დაკვალიფიცირდეს. მაშინ როდესაც ზურაბ აბაშიძე გალახეს, ეს სახელმწიფოს ხელით მომხდარი ძალადობა იყო და გამოძიება არ ჩატარდა. მე მინდა გაჩვენოთ განსხვავება, რა გავაკეთეთ ჩვენ მას მერე რაც მოვედით ხელისუფლებაში და მე მინდა დავეთანხო ბატონ კახის და მართლა ხმამაღლა ვთქვა ის რომ ეს უწყებათა შორისი კომისია იქნება თუ ნებისმიერი ჩვენი კოალიციის წევრი, სულს უბერავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ნაციონალებს, იმიტომ რომ ეს ჩემი მოვალეობაა, რომ შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ერთმანეთს თავისუფლად შეეჯიბრება. ეს ერთი. მეორე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან ცხელი ხაზი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში, უკვე ბევრი კვირა, რაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და თუ კი მე როგორც ამავე კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელი, ჯერ თავისუფალი დემოკრატების, შემდეგ კოალიცია ქართული ოცნების, ბევრჯერ ვიყენებდი მე თვითონ ამ ცხელ ხაზს იმისთვის, რომ გვცემდნენ, გვირტყამდნენ, ასეთი ერთი ზარიც კი არ შემოსულა ამ პერიოდის განმავლობაში თხოვნით მიშველეთო. დღეს საარჩევნო გარემო არის აბსოლუტურად მშვიდი და მე ვიტყოდი ორ სიტყვას CSKOS-ზე. დღეს ბევრი რამ ისმის და მართლაც სამადლობელია CSKO იმისთვის, რასაც აკეთებს, რომ CSKO-ზე რომელიმე პარტიას არ გამოუთქვამს რაიმე ტიპის მცირე ხარისხის უნდობლობაც კი. ჩვენ რომ გავიხსენოთ ძველი პერიოდი, ძალიან ბევრი, მათ შორის ოპოზიცია ამბობდა მაშინდელ CSKO-ზე, რომ არ ვიცით იქ პროცესები როგორ არის, არ ვიცით ვენდოთ თუ არა. დღეს CSKO
და ეს არის ჩვენი ხელისუფლების და CESCO-s წევრების და მისი შესანიშნავი ხელმძღვანელის დამსახურება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ CESCO-s უნდობლობას უცხადებს. აი ეს გადაწყვეტილებები. მაგალითად, საკითხები ყოველ შემთხვევაში გარკვეული წრებისთვის იყო ეს სადაო, როდესაც რუსთავის და ფოთის მაგალითად ნორმისკანდერის მის უდავო საკითხები, როცა იქნება, ეს ნიშნავს, რომ დიქტატურა ჩამოყალიბდა საქართველოში. დემოკრატია ყოველთვის არის დავა. რას ეხება დავა, ამას აქვს მნიშვნელობა. ის რომ CESCO დღეს დამოუკიდებელია, ის რომ ის არის სანდო სტრუქტურა, ბევრწილად ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების დამსახურება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკანონოდ არავინ არ შეეხოს CESCO-s, CESCO-s წევრების დამოუკიდებლობას და მათ მისცეს საშუალება თავიანთი კომპეტენციის შედეგები აჩვენონ. ეს არჩევნები იქნება საარჩევნო სიების კუთხითაც ერთ-ერთი სამაგალითო, თუმცა იქ პრობლემები მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საბოლოოდ უნდა დავხვეწოთ და ჩვენ პირველად ისტორიაში ჩვენ დამოუკიდებლობის შემდეგ გვექნება ფოტოსურათებიანი საარჩევნო სია, რაც გამორიცხავს აბსოლუტურად იმას, რომ ვიღაცამ სადღაც სახელმწიფო სტრუქტურის მიღმა დაბეჭდილი პირადობის მოწმობით მიაკითხოს საარჩევნო უბანს, ან ერთი და იგივე სახის მქონე ადამიანმა ორჯერ მისცეს სადმე ხმა. ეს არის პრაქტიკულად ამ არჩევნებზე პირველად ჩვენს ქვეყანაში გამორიცხული. ჩვენ ისიც კი გავაკეთეთ, რომ კანონი დაიხვეწა და ამისთვის აქ პარლამენტარებს და სხვებს დიდი მადლობა და სერვისების განვითარების სააგენტო იუსტიციის სამინისტროსი მიაწოდა CESCO-s 1 ივნის მაქსიმალურად გაწმენდილი მონაცემები. ჩვენ მეორე და მესამე ტალღას ამ მონაცემების დახვეწის გავაგრძელებთ. ასეთია პრემიერის პოლიტიკური ნება, მთავრობის გადაწყვეტილება და საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ საბოლოოდ ვიტყვით, რომ ჩვენი ქართული საარჩევნო სია არის ერთ-ერთი ყველაზე ევროპული და დემოკრატიული. აი ეს ბევრი კომპონენტი და კიდევ მრავალზე ვერ ვისაუბრებ დროის სიმცირის გამო აკეთებს იმას, რომ ჩვენ 15 ივნის გვექნება ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები და მე ვიტყოდი პირველი ადგილობრივი არჩევნები, სადაც თავისუფალ გარემოში კანდიდატები, პარტიული სიები ერთმანეთს შეეჯიბრებიან და ვინც უფრო ძლიერია, ის გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ხალხი, როგორც ზოგიერთ ჩვენ ოპონენტს გონია, არ არის სულელი, ხალხი ბრძენია და ამორჩეული თავად გადაწყვეტს. მე პირადად რა კი აქვს იმყოფები ვისარგებლებს შემთხვევით და ვიტყვი რომ ხმას ვაძლევ დავით ნარმანიას, იმიტომ რომ ის ჩემ თვალში არის პროგრესი, ის ჩემ თვალში არის ცივილიზებული, ის ჩემ თვალში არის ყველაფერი ის, რაც განავითარებს თბილისს და მათ შორის იმ რაიონს, სადაც მე ვცხოვრობ. დიდი მადლობა ქალბატონია. ვინაიდან გადმოვედით დარბაზზე, მე სხვა მინისტრებსაც მინდა ვთხოვო, რომ თავიანთი მოლოდინი, თავიანთი კომენტარი გააკეთონ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვლება საქართველოში ამ არჩევნების შემდეგ. გისმენთ? ბევრი რამე შეიცვალა და ეს ცვლილებები გრძელდება და საბედნიეროდ ეს ცვლილებები პოზიტიურია. ეს არჩევნებიც ალბათ იქნება ერთ-ერთი ქვაკუთხედი ამ ცვლილებებში, თუმცა უამრავი პრობლემა არის ქვეყანაში, რომელსაც მოგვარება ჭირდება და მე ძალიან მწყდება მე პირადად გული, რომ ჩვენ მთავრობაში მოსვლის პირველი თვეები თუ წელიწადი არა მოუნდით გარეშე და ხელოვნურად აღზრული პრობლემების მოგვარებას და არა რეალურად სოციალური და ჯანდაცვითი პროექტების მართვას. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებით ამ ფაქტორს საერთოდ ბოლო მოეღება და მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ რესურსი ხალხისგან დაქირავებული მთავრობის რესურსი სრულად მოახმაროთ ისევ ხალხს. მე ამაზე მინდოდა დავემატებია ერთი რამ, თქვენ წეღან ბრძანეთ რა ხდება ზუგდიდის საავადმყოფოსთან დაკავშირებით. უბრალოდ ანგარიშგაბარებთ, რომ პროექტირების ფაზა პრაქტიკულად დასრულდა, გეოლოგიური დამუშავება დაზვერვა დასრულებული არის, აგვისტოში დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები და სავარაუდო თარიღი არის 2016 წლის ზაფხული, როდესაც ზუსტად იმ კონფიგურაციის კლინიკა, რაც გაცხადებული იყო წინასაარჩევნო პლატფორმაში, ამუშავდება მთელი სიმძლავრით. ეს უნდა იყოს ამიერკავკასიის ერთ-ერთი მსხვილესი კლინიკა. მე რამდენად ვთქვი? ეს იქნება ასე თქვათ, საუნივერსიტეტო კლინიკა, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ იქნება როგორც სამკურნალო დიაგნოსტიკური აქტივობები, ასევე სასწავლო აქტივობები. თავისი მოცულობით, სიმძლავრით და აღჭურვით ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში და რეგიონში. დიდი მადლობა, ბატონ ბაათაკ. მოგესალმებით, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ახლა, იმიტომ რომ ადგილზე ხორციელდება უკვე დემოკრატია, რეალურად იწყება ნამდვილი დეცენტრალიზაცია.
რაც ჩვენს მნიშვნელოვანია მოსახლეობა ამას იგრძნობს რამოდენიმე თვეში რომ მართლაც უკვე ადგილზე შეუძლებს მათ მიიღონ გადაწყვეტილება ისო 12 ქალაქში იქნება მერის არჩევნები და როს მერები იქნებიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლები ადგილზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და მართლაც ეს არის დიდი დამსახურება სწორედ დათო ნარმანიას ეს იყო მინისტრი სწორედ როცა მუშავდებოდა ეს კანონმდებლობა და მართლა მინდა დათოზე სხვა ცალკე რომ დიდი ხანი ვიცნობ მას ვიცნობ ჯერ კიდე როცა სამოქალაქო საზოგადოებაში დადვიყავით უაღრესად პასუხისმგებელი და ბედნიერი ვარ რომ მართლაც ქართულ მოცნებამ მასზე გააკეთა შეაჩერა თავისი არჩევანი თუმცა ბევრი ღირსეული ადამიანია ქართულ მოცნებაში და როცა უკვე წავიდა მინისტრობიდან და ჩვენ ბევრი საქმე გქონდა ერთად გასაკეთებად ერთად ვიყავთ კომისიის თავმჯდომარე და ბევრი საქმეები გქონდა ერთად უკვე წასულია და უკვე წინა საარჩევნო კამპანიები და ტელევიზორს უყურებ როგორ გამოდის მოსახლეობის დაშე მიერეკავს და გვიან ღამე და მეუბნება რომ აი საქმეები რაღაცები არ გეგონოს რომ დავავიწყდაო და ჩამაბარა ანგარიში რომ ამდენზე გაჩერდა საქმე და აწი მიხედე ამას ანუ არ ავიწყდებოდა ეს საკმაოდ შედარებით წლიანი საქმეები იმასაც შედარებით რაც მას რა თქმა უნდა შეუდგა არჩევნების დროსაც რომ მართლაც უპასუხისმგებლო ადამიანი ძალიან პასუხისმგებელი ადამიანია და ღრმათად დაწუნებული თბილისელები მიხვდებიან თუ რას ნიშნავს ნამდვილი ქალაქის მერი და რაც თავარია უკვე დემოკრატიას უკვე ჩემ თემას შევეხები მაგრამ საქართველოს მართლა ხდება რეგიონში დემოკრატიის ფიგურა დემოკრატიის ნიშანი. ანუ მთელი კავკასიელი ხალხი მართლა გვიყურებს ჩვენ და უკვე ითქვა ამაზე საუბარი დღეს გაჟღერდა სწორედ რომ კავკასიის რეგიონის მიხედვით უნდა იყოს საქართველოს უნდა იყოს ლიდერი. და ეს არ ეხება მარტო კავკასიას, არამედ ეს ეხება აფხაზებს და ოსებსაც. ისინი ელოდებიან მართლაც საქართველოში სერიოზულ ცვლილებებს. ის პრობლემები რაც დღეს ხდება, იგივე ამ მიმართულებით მეტყველებს იმას რომ მართლაც და დაიძრა არის უკვე არჩევანი უწევს ამ ხალხს გააკეთონ დემოკრატიულ ევროპეიზებულ საქართველოს თუ იმ რეალობას შორის არჩევნის დღეს ისინი იყოფებიან. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებსა და დემოკრატიისკენ სერიოზულ ნაბიჯი იქნება გადმოიწინ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონო მაია, ეს არჩევნები იქნება თუ არა კიდევ ერთი ტესტი საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი ტესტი საერთაშორისო ასპარეზზე, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების მოსაწერად ვემზადებით და ვცდილობთ ნატოსთან დაახლოებას, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვენ თქვით, ალბათ სავარაუდოდ ეს მოგვიწევს, შეიძლება მოგვიწევს მაპის გარეშე ამის გაკეთება. საღამომშვიდობის პირველ რიგში მეც მინდა ვთქვა ორი სიტყვა დათოზე. აქ კახიმ როდესაც დათოზე ისაუბრა, თქვა რომ იგი გერმანიაში სწავლობდა. მე მინდა დავამატო რომ იგი წარმატებით სწავლობდა გერმანიაში. გერმანიაში სწავლა და მერწმუნეთ ვიცი რას დაცლაპარაკობ, ნიშნავს ძალიან დიდ დისციპლინას, ნიშნავს ძალიან დიდ პუნქტუალობას, ნიშნავს კარგ მენეჯმენტს, ნიშნავს შრომის მოყვარეობას, ნიშნავს სიზუსტეს. ეს თვისებები დათოს რომ მქონდა მე ვიცი მას შემდეგ რაც მას ვიცნობ მაგრამ დღეს მის გამოსვლაში ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დავინახე ჩემთვის ეს არის ძალიან დასაფასებელი თვისებები და მე ვფიქრობ ამის გამო უნდა მივცეთ მას ხმა მეორე რაც მინდა ვთქვა მე სამწუხაროდ უნდა გამოვტყდე რომ სხვა ქალაქებში მერობის კანდიდატებს არ ვიცნობდი მათაც ჩემზე დატოვეს როგორც ნეიტრალურად ვუყურებდი მე მათ ძალიან კარგი შტაბეჭდილება მე დავინახე რომ მათ იციან რაზე ლაპარაკობენ იციან თავიანთი ქალაქების პრობლემები და მათშიც დავინახე ის თვისებები რომელიც მე სჭირდება იმისათვის რომ იზრუნოს თავის ქალაქზე და გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება იქ ამისთვის დიდი მადლობა რომ გამაცანით ასე კარგად ჩვენი კანდიდატები რაც შეეხება არჩევნებს და დემოკრატიის კიდევ ერთ ტესტს. დღეს გახლდათ შვეიცარიის პრეზიდენტი საქართველოში. მე მასთან ძალიან დიდი ხანგრძლივი შეხვედრა მქონდა. იგი ამავე დროს არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი და იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეუთო დამკვირვებლებს არ უშვებს საქართველოში. ამისი მიზეზი გახლავთ ის, რომ ეუთომ 22 მაისს დაამტკიცა ბიუჯეტი. გასაოცარია, მაგრამ ასია. და დამკვირვებლების არ ჩამოსვლა არის ამისი ბრალი. მაგრამ იმაზეც ვიხუმრეთ დღეს რომ საქართველოს დამკვირვებლები აღარ ჭირდება, რადგანაც არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე იყოს საპრეზიდენტო არჩევნები. და მან ისიც თქვა, როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობდით, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც ამაში იყო ძალიან დიდი სიმართლე, რომ აწი საქართველოში დამკვირვებლები იმისთვის უნდა ჩამოვიდნენ, რომ ისწავლონ, როგორ ტარდება დემოკრატიული არჩევნები. ასე რომ თუ ვინმე კიდევ როგორც ტესტს უყურებს 15 ივნისის არჩევნებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტესტს ჩავატარებთ კიდევ უფრო წარმატებით, ვიდრე წინა არჩევნებს და შესაბამისად ჩვენი დემოკრატიის ხარისხზე ლაპარაკი აღარ იქნება. დიდი მადლობა ქალბატონ მაიარ, ბატონ გიორგი თქვენ.
კომენტარს ბატონმა კახიმაც ისაუბრა დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება საქართველოსთვის იმისათვის რომ მოგვარდეს რიგი პრობლემები თუნდაც უმუშევრობა რომელზეც ჩვენ უფრო დეტალურად ვსაუბრობდით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ხშირად არის ხოლმე საუბრის თემა და თქვენ იცით რომ ბოლო თვეს ეს ზრდის მაჩვენებელი 2%-მდე დაახლოებით რომ დავარგვალოთ 3%-მდე დაეცა ამას თქვენ როგორ ხსნით და როგორია თქვენი პროგნოზი პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან დადებითი ტენდენცია ფიქსირდება მთლიანად ეკონომიკაში, არის აქტივობის სერიოზული ზრდა, კომპანიათა ბრუნვა ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ზრდა არის, ასევე პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ზრდა არის. ეს ძალიან დადებითია, რაც შეეხება პირველ კვარტალს 7.4% იყო ზრდა. მეოთხე კვარტალში მოგეხსენებათ რომ წინა წლის ბაზას დარდება ეს და წინა წლის მეოთხე თვეს იყო მაღალი ზრდა და აქედან გამომდინარე შედარებით დაბალი ზრდა დაფიქსირდა თუმცა ტენდენცია არის იმდენად დადებითი რომ შეუძლებელია თუ ჩვენ სწორად წავალთ ამ წელს რომ არ მივიღოთ ის ზრდა რაც დაგეგმილი გვაქვს ეს არის 5%. რაც შეეხება გამოწვევებს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენს წინაშე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მოგეხსენებათ რეგიონში არ არის თვალ სახარბიელო სიტუაცია. ამიტომ ჩვენი ვალია რომ აი ამ ასე ვთქვათ აბობოხრებულ ზღვაში ჩვენი საქართველოს გავიყვანოთ მაქსიმალურად ასე ვთქვათ მშვიდობიანად მინიმალური ზარალით და ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ იმ პოლიტიკით რომელთაც დღეს ჩვენ მივდივართ. რაც შეეხება დღეს ბატონმა კახიმას ახსენა და ბატონმა დავითმაც ადგილობრივი წარმოების განვითარება ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის. სწორედ ეს არის ის მექანიზმი, რომ ჩვენ ადგილზე შევქმნათ პროდუქცია, ადგილზე დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. არ შემიძლია არ თქვა, რომ მე მქონდა ჩვენი მერობის კანდიდატებთან ძალიან ესე ვთქვათ საქმიანი ურთიერთობა, თითქმის ყველა მათგანს კარგად ვიცნობ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო შოთა მურღულია, რომელიც არის ქუთაისის მერობის კანდიდატი, იგი იყო დავით ნარმანიას მოადგილე და დავითი დამეთანხმება, რომ ჩვენ მთავრობაში ძალიან გული დავწყდა, როცა ესეთი ეფექტური ადამიანი გადავიდა ქუთაისში მერის მოვალეობის შემსრულებლად და მე მინდა ყველა მათგანს წარმატება უსურვო და ბოლოს აუცილებლად ვიტყვი დავითზე, რომ ძალიან ბევრი ითქვა უკვე და ყველაფერს ვეთანხმები რა თქმა უნდა. დავითი არის უაღრესად პატიოსანი ადამიანი, არის ძალიან წესიერი ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია, დავითი არ არის დაავადებული, 21 საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადებით ეს არის გულგრილობა. დავითი არის გულისხმიერი ადამიანი. ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს, რომ არც ერთი ადამიანის პრობლემას იგი უპასუხოდ არ დატოვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ბატონ გიორგი და ბოლოს მე მინდა ვთხოვა უცებად დეპუტატებსაც, რომლებიც ჩვენთან დარბაზში იმყოფებიან ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მოკლედ რა თქმა უნდა, დააფიქსირონ თავიანთი მოლოდინი და თავიანთი პოზიცია. პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა და მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ როდესაც საუბრობდა საარჩევნო პროგრამაზე, ხედვაზე, თბილისის მომავალი მერი დათო ნარმანია, თქვენ და მაყურებელი უსმენდა, როგორ ზუსტად ძალიან მკაფიოდ, ძალიან გააზრებულად, სიღრმისეულად საუბრობდა ყველა საკითხზე და არა მარტო საუბრობდა, ძალიან კარგად იგრძნობოდა, რომ ადამიანი საუბრობდა იმ შინაგანი მოტივაციით და მზაობით, რომ ის ამ ყველაფრის გაკეთებას აპირებს. ეს არ იყო მხოლოდ საარჩევნო კამპანიისთვის, ვთქვათ, ლოზუნგები და განცხადებები. და მე მართლა გულწრფელად მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენი გუნდის კანდიდატია, არამედ შინაგანად ძალიან ღრმად დარწმუნებული ვამბობ, რომ თბილისს ეყოლება ძალიან გულისხმიერი და წესიერი მერი, კარგი მეურნე და მენეჯერი, ადამიანი, რომელიც იგივე ტრანსფერს, იგივე ტენდერებს ჩაატარებს სრულიად გამჭვირვალედ. ეს კორუფციული სქემები, რომელიც იყო ცნობილი თბილისში და საერთოდ თვითმმართველობებში დასრულდება, რომ იქნება ძალიან ღია თვითმმართველობა, ხალხთან ძალიან ახლოს და მთავარი არის ადამიანი, რომელიც იქნება ყველაზე დიდი საზრუნავი ჩვენი მომავალი ქალაქის ხელმძღვანელებისთვის. მე ყველა კანდიდატს, მათ შორის სხვა ქალაქების ძალიან მნიშვნელოვანი ეს არჩევანი ყველას უსურვებ გამარჯვებას და დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ეყოლება თბილისას და საქართველოს
ძალიან ღირსეულად არჩეული მერები და გამგებლები, ძალიან ღირსეული საკრებულო. და ის რაც იქნება განმასხვავებელი წინა წლებსა და აი მომავალ თვითმმართველობას შორის ეს ადამიანები მოდიან არა იმიტომ რომ ემსახურონ საკუთარ თავს, არამედ ემსახურონ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს და ეს იყოს მათი მთავარი საზრუნავი. ეს მთავარი ფილოსოფია შეიცვალა რომ თუ ადრე ყველაფერი იყო მორგებული პიროვნებებზე, დღეს ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და ამარჩევნებსაც ატარებს და ამარჩევნებისთვის ემზადება სწორედ იმიტომ რომ ადამიანი იყოს მთავარი საზრუნავი. მე მჯერა რომ თბილისსაც და ყველა ქალაქს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელები, მერები, გამგებლები და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ყველა დანაპირები, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, სწორედ აი ამ არჩეული მერებით, გამგებლებით და საკრებულოთი განხორციელდეს. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, ხო. წინადადება აღარ დამიტოვეს, რომ დავამატო და ერთი და გამეორება არ მინდა, თუმცა შემდეგებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება. რაღაც არის საკითხები ისეთი, რომელიც გამოარჩევს, ვფიქრობ, ჩვენ კანდიდატებს მერობის და გამგებლობის სხვებისაგან. ძალიან ბევრ წარდგინებას დავესწარე, მე თვითონ მივიღე მონაწილეობა ბევრში და ამჩნევ, რომ ადამიანებს ჯერათ, იმიტომ რომ ზუსტად იციან ამ კანდიდატებმა რა გვინდა, ზუსტად იციან პროგრამა როგორ იქნება და ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტის ყველაფერი ამას და დავიძე რომელსაც უკეთ ვიცნობ ვიდრე სხვებს, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს ადამიანი, ვისაც უყვარს ოჯახი, ვინც აფასებს ღირსებას და ვისაც უყვარს ჩვენი ლამაზი ქალაქი. განსაკუთრებით მინდა გაუსვა ხაზი კიდევ კანდიდატებს საკრებულოში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად დაიცავენ საქართველოს დედაქალაქის ინტერესებს და წარმატებებს უსურვებენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხო. მადლობთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ დავითს. მან უმძიმესი სამინისტრო ჩაიბარა და მოკლე ხანს დაგვანახა რა საქმიანი და პატიოსანი კაცია. ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ სამწუხაროდ არ აპიარებდა თავის წარმატებებს, თავის სამინისტროს მიღწევებს. ამიტომ ყველა გარანტია უნდა გქონდეს ჩვენ, რომ ესეთი მერი ქალაქს გაცილებით მეც გაუკეთებს, ვიდრე გვპირდება ჯერ. რაც შეეხება აი დანარჩენ კანდიდატებს, ძალიან ბევრთან გვისაუბრია, ძალიან ბევრთან ყოფილვართ შეხვედრებზე და უნდა გითხრათ, იმდენად მყარად ლაპარაკობენ თავის პერსპექტივებზე, რას გააკეთებენ და როგორი კაი პროგრამები აქვთ, რომ არ ამგონია, რომ საზოგადოებამ არ დაუჯეროს მათ. დარწმუნებული ვარ, რომ თავის საქმით, თავის მონდომებით, თავის პატიოსნებით ძალიან ბევრ სიკეთეს გააკეთებენ, მაგრამ სულაც რო ინერტულები იყვნენ და არაფერი დიდი არ გააკეთონ, მაინც თავის წინამორბედებთან შედარებით ანგელოზებად მოგეჩვენება ეგენი. ნამდვილად ესეა რა, იმიტომ რომ ეს ხალხი არის პატიოსანი, მოვიდა იმიტომ რომ გააკეთონ საქმე. და ამას ჩვენ სულ ყველა დავინახავთ ძალიან მალე. არაფერი რო არ გააკეთონ, ძინარე ანგელოზები იქნებიან, მაინც ჯობია განღვეწებული. ისმენთ ბატონო. რატომ უნდა დავუჭიროთ ხარი დავით ნარმანიას? და არა მარტო დავით. და არა მარტო დავით ნარმანიას. რა თქმა უნდა, ყველა აქ წარმოდგენ კანდიდატს მერობისას და საკრებულოს წევრობისას და საერთოდ ყველას საქართველოში. ჯერ მარტო იმიტომ რომ აქ იმდენი საქებარი სიტყვა ეთქვა და იმდენი დახასიათება იყო, მე ხლა კიდე რო გავაგრძელო ალბათ არ იქნება საჭირო. სწორედ იმიტომ, რაც აქ ითქვა და როგორც ახასიათა ბატონი დავითი და ყველა დანარჩენი კანდიდატები. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ არჩევნებით მთავრდება ის სამი არჩევნების ციკლი, რომელიც იყო საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები და თვითმმართველობის არჩევნები. დიახ. და ამ არჩევნების მოგებით დამთავრდება ის მარათონი, ესე ვთქვათ, რომელსაც ქართულმა უცნებამ წერტილი უნდა დაუსვას და გამარჯვებით დაამთავროს და უკვე სრულად მხოლოდ ქართულმა უცნებამ აიღოს, რა თქმა უნდა, ოპონენტებთან ერთად და იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თუ რომელიმე დაუთმეთ, ჩვენ არ ვაპირებთ თავს არსად, როგორც ითქვა და იმათთან ერთად ბუნებრივია წარმატებით იღვაწებენ და პასუხისმგებლობასაც აიღებს ქართული ოცნება მთლიანად მთელ ქვეყანაზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ დავით, აი ჩვენ
ტრილოგია უწოდებთ პირობითად ამ არჩევნებს, რომლის შემდეგაც თქვენ ყოველ შემთხვევაში ასეთია გეგმა და ასეთი გაქვთ მოლოდინი, რომ ყველა სახელმწიფო შტოში უკვე იქნება წარმოდგენილი ქართული ოცნება კოალიცია. საინტერესოა რა თქმა უნდა მოსახლეობისთვისაც ამის შემდეგ კოალიცია გააგრძელებს ასეთივე შემადგენლობით მუშაობას, თუ შეიძლება უკვე ვიხილოთ რაღაც ცვლილებები. საღამომშვიდობის. დიახ, მასე იყო, როცა 2012 წელს კოალიცია მოდიოდა არჩევნებზე, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ჩვენ შევცვლით სიტუაციას ქვეყანაში და ეს ცვლილება მოხდება სამ ეტაპად. პირველი საპარლამენტო არჩევნები, გავიმარჯვებთ, შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნები და ბოლოს დამოუკიდებელი მართლაც ეს ადგილობრივი არჩევნები აგერა 15-ში. შესაბამისად 15-ში უკვე შეიცვლება ყველაფერი ის, რისი შეცვლაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ჩვენ წავედით სწორე კონსტიტუციური გზით. ყოველგვარი რევოლუციების, ყოველგვარი ძალადობის, ყოველგვარი თანამდებობიდან ხალხის გაყრის და ყოველგვარი უკანონობის გარეშე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში და რაც იყო მიზეზი და მიზეზი შემდგომ პრობლემებისა ქვეყანაში. სწორედ აი ამ არჩევნების შემდგომ დაიწყება აი სრული ეტაპი იმის, რასაც ჩვენ 2012 წელს იმ დიდი პროგრამით, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები საუბრობდით, საუბრობდით, სწორედ აი ამ პროგრამის განხორციელება. ეხლა დღეს რამოდენიმეჯელაც კიდევ ახსენეთ პრემიერის ის განცხადება, რომ ჩვენ არ დაუშვებთ, რომ არ გავიმარჯვოთ ყველა რაიონში. მოდი ახლა მე გკითხავ თქვენ ერთ რამეს, აი გადახედეთ ჩვენს კანდიდატებს. ბატონი დავითის დაწყებული, აგერ ბერობის კანდიდატები და აგერ შესანიშნავი ჯგუფი საკრებულოს. საზოგადოება ამორჩეველი დაუშვებს, რომ სადმე ამ ადამიანებმა არ გაიმარჯვონ. საზოგადოება ამორჩეველი დაუშვებს იმას, რომ სადმე მართლაც იმ პოლიტიკურმა ძალამ, კოალიციამ, რომელმაც მართლა ამ დროის პატარა მონაკვეთში ფაქტიურად წელიწად ნახევარში 18 თვეში შეცვალა ძალიან ბევრი რამე. და ისაც შესაძლებელია კიდე ძალიან მალე შეიცვლება აი უკვე ამ ადამიანების სახით. მე წეგან ხუბრობდი კიდეც დაუტოვეს ის წინა საკრებულო, დაუტოვეს ის მანდატი და ასეთი საკრებულო რა ყოფილიყო, ნამდვილად არანაირი გამოსვლის სურვილი არ მექნებოდა მე ამ ადამიანებს ყველას დიდ წარმატებას უსურვებ და ვიცი რომ ჩემს ქალაქს ისინი ნამდვილად წაადგებიან. რა თქმა უნდა ბატონ დავითთან ერთად. დავით, ერთამეს ვიტყოდი რომ ის რაზეც საუბრობ ქალაქის მომავალზე, როგორც წარმოგიდგენია ქალაქი, როგორი უნდა იყოს ის გეგმა, რომელიც აი იმ გუნდთან ერთად არის გააზრებული, არის ის ქალაქი და ის თბილისი, რომელშიც მე მინდა ცხოვრება ნამდვილად და დარწმუნებული ვარ რომ ვიცხოვრებ. ასე რომ ძალიან დიდ წარმატებულ გზას გისურვებ. მადლობა. გაბატონცინა. მადლობა. მე აღარ ვილაპარაკებ მერობის კანდიდატებზე, იმდენი თქვა და მე ვფიქრობ ცოტა დაგვეჩაგრენ საკრებულოს კანდიდატები. დათოსავით მეც იმ საკრებულოში ვიყავი თემ, რომელიც ახსენა 2010 წლის არჩევნებზე, რომელიც სრულიად ფანტასტიკურ ჭყალებში, გარემოში ავირჩიეთ. და მე მინდა თბილისელებს უთხრა ერთი რამ, რომ ამ საკრებულოში, ქართულმა ოცნებამ, მომავალ საკრებულოში უბრალოდ საზოგადოებას ძალიან საინტერესო კომბინაცია შესთავაზა კანდიდატების, სადაც პრაქტიკულად სრულად არის წარმოდგენილი გამოცდილებაც, სიახლეც, საკრებულოში მუშაობის და თბილისის პრობლემებზე მუშაობის გამოცდილებაც და ვთქვათ პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივი სტაჟი, არა მხოლოდ თბილისზე მუშაობის პროფესიონალები, რომლებიც მანამდე პოლიტიკაში არ ყოფილან, მაგრამ თბილისის პრობლემებზე თავისი პროფესიებიდან მუშაობდნენ. აქ დარბაზში არის ჯაბას სამუშია და გიორგი ტყემალაძე, რომლებთან ერთადაც ჩვენც ვიყავით საკრებულოში, 2010 წლის საკრებულოში ჩვენ ერთად ვიყავით და იმ სრულიად კატასტროფულ საკრებულოში, აი ეს რამდენიმე ადამიანი, მე დათო ვიკასთან ერთად ვინც ახლა აქ ვართ, ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი ხმა მაინც, განსხვავებული ხმა მაინც ვინმეს გაიგო, თუ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოვახდენდით. ჩვენ წავედით და მე გიორგი, ანუ გოგლიკო მუსხელიშვილი და გულიკო ზუმბაძე შევიდნენ საკრებულოში, რომლებმაც მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო უკეთესად გაართვეს იმ საქმეს თავი, რასაც ჩვენ ვეჭიდებოდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა. მათ უკვე გაცილებით უფრო მეტი რამე გამოსდიოდა და ძალიან ბევრი ახალი სახე ადამიანები, რომლებსაც საკრებულოში არ უმშავიათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, იქ სადაც იყვნენ, მუდმივად თბილისს ემსახურებოდნენ. მე განსაკუთრებული გზნობები მაქვს და განსაკუთრებით გულშემატკივრობ ქალ კანდიდატებს და ნინო გოგოაძე და ქეთი ჯოხაძე მაგალითად მინდა თქვა დავასახელო ადამიანები, რომლებიც ყოველთვის არიან ხალხი ჩემსავით მაგალითად ეკასავით, რომლებიც სულ ფრონტის წინახაზე ჩანვართ. არიან ადამიანები, რომლებზეც მთელი ბრძოლა სინამდვილეში გადადის ხოლმე საარჩევნო პროცესში და ეს ორი პატარა გოგო ზუსტად ესეთი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩვენზე უფრო მეტად სცემდნენ მათ 7 ნოემბერს, ჩვენზე უფრო მეტ შრომობდნენ საარჩევნო კამპანიისთვის და ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი წარმატებისთვის. ამიტომ და ასეთი არის დიდი უმრავლესობა იმ ადამიანების, რომლებიც აქ არიან. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ დღეს ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი
უკვე წინა პლანზე გადმოვიდეს, თბილისელებს რომ ემსახურებოდნენ ამდენ ხანს უკანა პლანიდან, ზურგიდან ასე ვთქვათ, ეხლა უკვე წინა პლანზე ბრძოლაში შევიდნენ და ყველა ნახოს და მეორე აქ თქვენ ახსენეთ ერთ-ერთ შეკითხვაში რომ დაპირებები და რაღაცები ჩამოთვალეთ რომ ეს არ შესრულდაო და აი ხა ახალ დაპირებებზე რატომ დაგიჯერონ და დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომელზეც სულ არის საუბარი. მე მინდა რომ ძალიან მარტივი ფორმულებით ველაპარაკოთ მოსახლეობას ჩვენ დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ხშირად სამწუხაროდ დებატში როდესაც ვართ გვიწევს ხოლმე ახსნა განმარტებები ოპონენტისთვის და ამ დროს ზარალდება მოსახლეობა. იმიტომ რომ გამოდიოდა ჩვენ რაღაცა სხვა ენაზე ვლაპარაკობთ და მოსახლეობას კარგად არ ესმის ჩვენ რაზე ვჩხუბობთ და ვკამათობთ ხოლმე. სიამოვნებაში საკითხი მარტივად არის საქართველოში ძალიან კატასტროფული მდგომარეობა იყო, არის, რჩება და კიდევ სამწუხაროდ რამოდენიმე წელი იქნება სიღარიბის და სიღატაკის თვალსაზრისით. დიახ, საქართველოს ყავდა 1.8 ღატაკი ადამიანი. და ეს იყო ფაქტი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, დღეს ღატაკები ისევ არიან საქართველოში და სამწუხაროდ კიდევ რამოდენიმე წელი ალბათ ასე იქნება. თავარი ამოცანა ასევე დასაქმებაში ძალიან ბევრი უმუშევარი იყო საქართველოში, დღესაც ძალიან ბევრი უმუშევარია. ძალიან ბევრი ოჯახი იყო, რომელსაც არ ჰქონდა შემოსავალი და დღესაც ბევრი ოჯახია, რომელსაც არ აქვს შემოსავალი. მაგრამ ამოცანა რომელიც ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს არის ძალიან მარტივი. უნდა სისტემურად შეამცირო ამ ადამიანების რაოდენობა ერთი, გაუჩინო მას შემოსავლის დამოუკიდებელი წყარო, იმისაც რომ თვითონ გახდეს საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის და თუ შესაძლებლობა მიეცა, კიდევ მისი გვერდში მყოფი ახლობლების, მეგობრების დამხმარე და მარჩენალი, იმისაც რომ ის საბიუჯეტო რესურსი, რომელიც სახელმწიფოს აქვს, დანარჩენ სიღატაკეში ჯერ კიდევ მყოფ ადამიანებს მოახმაროს, ხომ? აქ რამოდენიმე რიცხვი თქვა, მე გავიმეორებ, იმიტომ რომ ჩვენ ამ რიცხვებით კი არ ვამაყობთ. ეს არის ტრაგედია, რომლიდანაც ჩვენ მოვედით. და კიდევ ერთხელ ეს არ არის საამაყო რიცხვები, მაგრამ ეს არის ხელისუფლების გაკეთებული საქმე, რომელზეც აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. 800,000 ოჯახმა საქართველოს სოფლებში მიიღო შემოსავალი, რომელიც 10 წელია და შეიძლება მეტი 20 წელი არის, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, მას არც მიუღია, არც დაუგეგმავს, არც უფიქრია და არც უოცნებია. საქართველოში დამუშავდა მიწა, რომელიც 10 წლების განმავლობაში არ მუშავდებოდა. ადამიანებმა მიიღეს მოსავალი შარშან მაგალითად ყურძნის გაყიდვით და თრელის შედეგად. ისე რომ მათ დანახარჯი არ ქონიათ. სახელმწიფომ დაუფინანსათ მათ ის, რაც იშრომეს და შემდეგ გაყიდეს საკუთარი მოსავალი და მიიღეს შემოსავალი. ეხლა ეს მიწოდებული ამბავი ადამიანებისთვის რომ აი სამსახურები გააქვთ, არის ყველაზე დიდი უსინდისობა, რაც შეიძლება ოპონენტისგან გაიგო, იმ როდესაც შენ მოსახლეობას ეხება საქმე. ამოცანა ის კი არ არის, რომ დილის 9 საათზე სამსახურში წახვიდე, ტაბელი გადააბრუნო და 6 საათზე სახლში მოხვიდე, ტაბელი გადმოაბრუნო. ამოცანა იმაში მდგომარეობს, შემოსავალი გაგიჩნდა თუ არ გაგიჩნდა. ამისთვის შენ სადღაცა შტატი გიწერია თუ შემოსავლის წყარო გაგიჩნდა და ამას ადამიანებს უშუალოდ არ აქვს. რატო ვართ ესე დარწმუნებული გამარჯვებაში? იმიტომ რომ აი ეს თელი პროპაგანდა რომელიც მიდის ტელევიზიიდან, ხო? მოსახლეობამ ხო კარგად იცის მისი მდგომარეობა როგორია დღეს. მოსახლეობამ ხო კარგად იცის რომ არ იყიდა სკოლისთვის სახელმძღვანელო, თუ მას სკოლის მოსწავლე შვილი ყავდა და ფული დაეზოგა, ფული რომელიც უნდა დაეხარჯა, არ დახარჯა. საბავშვო ბაღში გაუშვა შვილი, არ გადაუხდია ფული. ფული რომელიც უნდა დაეხარჯა, აღარ დახარჯა. დასჭირდა ექიმთან მისვლა, რომელზეც არც კი უოცნებია, ადგა, ჩაიცვა, წავიდა, მიიღო სამედიცინო დახმარება. გაიკეთა ოპერაცია, რომელზეც კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი წელია რიგში იდგა, მოლოდინში იყო, იმედი ჰქონდა, რომ რაღაცა ოცნება აუსრულდებოდა და ეს ოცნება მას შეუსრულდა ძალიან მარტივად. სახელმწიფომ ერთ დღეს თქვა, რომ მორჩა. აი ამ დღიდან ყველას შეუძლია, რომ ამ მომსახურებით ისარგებლოს. არ დაუმუშავებია მიწა, სახელმწიფო დაეხმარა, დაამუშავა მიწა, გაყიდა საქონელი, სახელმწიფო შეპირდა, რომ გაყიდიდა და შეუსრულა ეს პირობა. გაყიდა და მიიღო შემოსავალი. ეხლა ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრობლემა აღარ არის, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. ჩვენ სირაქლემას პოზაში არ ვდგავართ და არ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანს საქართველოში ყველა პრობლემა მოუგვარეთ და ეხლა რაღაცა ბედნიერების ნირვანაში ვართ გახოვლები ყველანი და ამ პრობლემებზე აღარ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება. ოღონდ იმიტომ მოგცემს ჩვენ მოსახლეობამ დაგვიჭერს მხარს და ირაკლი ღარიბაშვილმა იმიტომ თქვა, რომ არც ერთ ადგილს არ დავთმობთ, რომ ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან გაუმჯობესდა მათი მდგომარეობა, თუ გავუარეს და იმის მიუხედავად, რას ელაპარაკებიან მას ტელეეკრანებიდან. ამიტომ 15 ივნის ყველა ერთად დავითვლით შედეგებს და ყველა დარწმუნდება, რომ არაფერი სადავო, საპოლიტიკურ კრიზისო, აი ბურჟანაძე რო იძახის, რომ როგორ თქვა, ერთპარტიული დიქტატურა ვყარდება ქვეყანაშიო და აქციებს დავიწყებთ, ხო? არაფერი მსგავსი არ მოხდება. ისეთი დიდი იქნება სხვაობა. როგორც 2012 წელს იყო, რომ ასეთი პრობლემა აღარ იქნება. მე მინდა ჩვენმა კოლეგებმა აგრეთვე მოკლედ და ფიქსიროთ თავიანთი მოსაზრება. ბატონო ვიქტორ, გთხოვთ.
მოგესალმებით ყველას, ძალიან ბევრი ითქვა უკვე, მაგრამ მე ალბათ პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო სწორედ არჩევნების გზით ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შეეცვალა ხელისუფლება, ამგვარი ტრანსფორმაცია მოეხდინა და მერე შეძლო ისიც, ალბათ ყველას დასაფასებელი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ჩემი აზრით, რომ ამგვარი საერჩევნო გარემო შეექმნა, იმიტომ რომ თავისუფლების ფასი მაინც არაფერი არ არის დამეთანხმებით ყველა. ძალიან დიდი მიღწევაა. მე დათო ნარმანიას იმ პერიოდიდან ვიცნობ, როდესაც ოპოზიციაში ყოფნის დროს მე საკრებულოში მუშაობდი და დათო არასამთავრობო სექტორში ძალიან აქტიურად მუშაობდა საერთო თვითმმართველობის თემაზე და საკითხზე და ძალიან კარგად მახსოვს, რომ იქიდან მოყოლებული მას როგორ ესმოდა, როგორ აანალიზებდა იმ პრობლემებს, რომელიც იქ იყო, დაწყებული დეცენტრალიზაციის აუცილებლობიდან დამთავრებული თითოეულ საყოფაცხოვრებო პრობლემებამდე და როგორ იბრძოდა ის იმ პერიოდში ამ ყველაფრის რაღაც გასაუმჯობესებლად. და დღეს აი მართლა გეუბნებით სული სიამაყე თითოეულმა ჩვენგანმა ალბათ შეგვიძლია ვთქვათ თუ როგორი გააზრებული, როგორ გეგმაზომიერი და მიზან მიმართული და მიზან დასახული პროგრამა აქვს ამ კაცს, რომელმაც ზუსტად იცის თუ რა უნდა გააკეთოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი გააკეთებს. ასევე ქალბატონი მაიას თქმის არ იყოს, ძალიან მოხარული ვარ, რომ სხვა კანდიდატებიც გავიცანი, მათი ძალიან ხანმოკლე, მაგრამ საშუალება მიეცათ, რომ თავიანთი აზრი დაეფიქსირებინათ და ძირითადი პრიორიტეტები, რაც ასევე გასახარია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ შემთხვევით არავინ არ აგვირჩევია, შემთხვევით არ ჩამოყალიბებულ ვართ კანდიდატებზე. საკრებულო ავიღოთ იგივე. მე ძალიან კარგად მახსოვს ის 39 პლასმასის ხელი, რომელიც იჯდა იმ პერიოდში და უგულავას თქვათ დავალებით ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე იყო ხელმომწერი. ეს ქალაქს მოუხდებოდა, არ მოუხდებოდა და პრინციპულობაზე ხო საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ამიტომ ამგვარი შემადგენლობით, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და ეს გამარჯვება იქნება საკმაოდ სოლიდური და ცოტა ეგოისტსაც გამოვიყენებ და ჩუღურეთის მაჟორიტარზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა, იმიტომ რომ ეს არის ქალბატონი, რომელმაც, რა ვიცი, იგივე იმ წინა საარჩევნო პერიოდში, იგივე იმ პერიოდში, როდესაც აი 2012 წლამდე გულისხმობ, ძალიან ბევრი იბრძოლა, ძალიან თავგამოდებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი უბნისთვის. ამიტომ მინდა ყველას გისურვოთ წარმატება და მე დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბატონზია, ვინაიდან ძალიან ბევრი ითქვა, მე გაგიბარტუეთ ცოტა სიტუაციას, მე ამ თემაზე მინდოდა ისედაც ბატონ კახისთან საუბარი და თქვენ დაგისვამთ ამ შეკითხვას მონიტორინგის შედეგებით ყველაზე მეტ ფულს წინა საარჩევნო კამპანიისთვის სწორედ ქართული ოცნება ხარჯავს და არის იქ მონაცემები იმის შესახებ თუ ვინ რამდენი შეწირა ფული ამ კამპანიისთვის და თქვენი სახელიც არის აქ დეპუტატებთან ერთად მოხსენიებული გიგა ბუკია, ბიძინა გუჯაბიძე, ზვია ძიძიგური 30,000 ლარი. ეს თითქმის მთელი წლის ხელფასია 30-30,000 ლარი აქვს შეწირული ყველა ამ დეპუტატს, მათ შორის თქვენ. იმ ფონზე, როდესაც პრემიებზეა საუბარი და ანუ კმაყოფილება ხმაური გამოიწვია, აი თქვენი კომენტარი როგორია ამასთან დაკავშირებით. ჩვენი პარტიის კონსერვატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა არჩევნების წინ ღებულობს, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, კოალიციის არჩევანი ჩვენი კონსერვატიული პარტიისთვის, ამიტომ ჩვენი დანაზოგები კომიტეტის წევრებმა შევიტანეთ. ეს ჩვენი წესია და შეგიძლიათ ბატონ გიორგი ნახოთ 2012 წლის არჩევნები, როდესაც ასევე თანხები შეტანილი გვაქვს 2010, 2008, 2006, მუდმივად ამას ჩვენ და პირობას გაძლევთ 2016 წელსაც საკმაოდ სოლიდურ შენატანებს გავაკეთებ ჩვენ კოალიციის, მე დარწმუნებული ვარ ისევ კოალიციის ფორმატში მოგვიწევს ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელსაც ყოველთვის ღებულობთ და ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან კოალიციაშიც და ყველამაც, ვინ ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობას იცნობს წლების განმავლობაში. ეხლა რაც მინდა გითხრათ, უბრალოდ არჩევნებთან დაკავშირებით რევოლუციური გადაწყვეტილება არის მიღებული, როდესაც მერების და გამგებლების პირდაპირ წესით არჩევა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს ვერ გაბედა ვერც ერთმა ხელისუფლებამ 91 წლიდან მოყოლებული მე ყველა თვითმმართველობის არჩევნებს პრაქტიკულად ვაკვირდებოდი და ეს არის ძალიან სერიოზული გაბედულობა, ძალიან სერიოზული რისკის გაწევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნამდვილად დეცენტრალიზაცია ეს არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აირჩევენ პირდაპირ წესით გამოუცხადოს სრულინდობა და უთხრა, რომ რაიონში შენ აკონტროლე და შენ მიხედე შენ საქმეს. ეხლა დღეს არის
დაახლოებით 2100 ადგილი არის მაჟორიტარი და პროპორციული დეპუტატების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით და არის მერებისა და გამგებლების 80, ასე ვთქვათ, ადგილი ასარჩევი. საქართველოში არის 15-20000 დაახლოებით კანდიდატი დღეს დარეგისტრირებული, ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ესეთი რაოდენობა გვაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად მთელ საქართველოს შეუსრულოთ ის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რაც თვითმმართველობის რეფორმას ეხებოდა და თვითონ ადგილებზე უკვე მერებს და გამგებლებს ირჩევს თვითონ ხალხი. მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ადგილებზე ყველგან გავიმარჯვებთ. ნეგატივებზე აგებული ჩვენი ოპონენტების კამპანიაც იმას გულისხმობს სწორედ, რომ მათ ხალხთან სალაპარაკო ნაკლები აქვს, თუ რის გაკეთებას პირდებიან და აქედან გამომდინარე არის პრემიებზე, ხელფასებზე რაღაც ნეგატიური კლიპები გადის და მე ამაზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, მაგრამ ერთ რამეს კი ვიტყვი, აი ეს ახალგაზრდა კაცი კახი კალაძე, რომელიც დგას ახლა ტრიბუნასთან, მინდა უბრალოდ მოსახლეობა მიცოდეს, ის თვითონ ამას არასდროს არ იტყვის. თავის ხელფასს, რაც მინისტრი გახდა, იმის შემდეგ ამავტყოფი ბავშვების მკურნალობის ფონდებში რიცხავს და საერთოდ არ აუღია მას ასეთი ტიპის ხელფასი. ეს მინდა უბრალოდ ისე იცოდეთ და ნამუსიც კაი საქონელია, ასე ვთქვათ, როდესაც ასეთ კლიპებს ატრიალებენ, მაგრამ ნუ ეს სხვა თემაა საერთოდ. ეხლა ორი სიტყვით მინდა შევეხო დათო ნარმანიას. სოფლიოში ყველაზე კარგი მენეჯერები არიან გერმანელები და მე ვიცი, რომ ყველაზე კარგი მენეჯერი თბილისის რაც მერები ყოლია, მათ შორის იქნება დათო ნარმანია და 4 წლის შემდეგ, როდესაც შემდეგი არჩევნები დადგება, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელები არა მარტო ეხლა დაუჭერენ მხარს, არამედ 4 წლის შემდეგ, როდესაც მეორე არჩევნები იქნება, ისევ დათო ნარმანია იქნება თბილისის მერი, ამაშიც დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი წინასწარი განწყობაა. დიდი მადლობა. ახლა ინგლისშიც არ არიან ნაკლები მენეჯერები, მინდა გითხრათ და რუსთავის მერობის კანდიდატი, რუსთავის მერობის კანდიდატში ინგლისში განათლება მიღებული კაცია. სხვათა შორის და მინდა გითხრათ, რომ დათო ნარმანიამ რაც განაცხადა და თქვა, რომ მე თბილისის ბიუჯეტს შევადგენ თბილისის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და მათთან კონსულტაციების შედეგად დათო ჯიქიამ ამ ახალგაზრდა კაცმა ეს უკვე რუსთავში გააკეთა. კვარტალ იარა, როცა მოვალეობის შემსრულებელი იყო მერის. კვარტალ იარა და რუსთავის ბიუჯეტი შეადგინა ამის მიხედვით. ამას გარდა აქ ძალიან სერიოზული გეგმები. მე მინდა ჩემი ქალაქის რუსთავის მოსახლეობამ ეს კარგად მოისმინოს, რომ არის გამწვანების პრობლემა, იაღლუჯას გამწვანების თემა აქვს დაწყებული, სანიაღვრე წყლების პრობლემა აქვს დაწყებული აქვს ქალაქში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, სოციალური პროექტები აქვს და მე ვფიქრობ, რომ მე აქედან უნდა გამოვუცხადო ჩემი ქალაქის მერს. ეხლა ყველას დიდ პატივს ვცემ, მე ვიცი, რომ ყველა გაიმარჯვებს და თანაც ერთ რამეს ვიტყვი, ერთ უპირატესობას, რომელიც გააჩნია ჩვენ კანდიდატებს სხვა კანდიდატებთან შედარებით. ჩვენი კანდიდატები არიან ჩვენი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლები, აქედან გამომდინარე მათ არ მოუწევთ დაუშვათ რაღაცა დამატებითი ძალის თუ რესურსის დამყარება იმისათვის, რომ მას მთავრობასთან კონდეთ ძალიან ახლო და მჭიდრო კომუნიკაცია. საპარლამენტო უმრავლესობა არის ჩვენი კოალიციის დღეს და თუ ოპოზიციონერები გაიმარჯვებენ რომელიმე რაიონში, მე ამას ძალიან დიდი ეჭვმეპარება, ასეთ შემთხვევაში იმ რაიონული დონის კოჰაბიტაციები შეიძლება დაიწყოს ისევ და ძალიან ცუდად აგვაქვს ჩვენ ეს კოჰაბიტაცია დაცდილი მქონდა წელიწადნახევრის განმავლობაში და არ არის თლაც სასიამოვნო არც ქვეყნისთვის და არც იმ რაიონის მოსახლეობისთვის იქნება სასიამოვნო, სადაც ასეთი ტიპის კოჰაბიტაცია შეიძლება იყოს მოსალოდნელი. საკრებულოს წევრებზე მინდა ორიოდე სიტყვით თქვა და მე მოვჩები ამით. მეც ვიყავი საკრებულოს წევრი 2002 წელს, სხვათა შორის ქალბატონო თინა მინდა გითხრათ და ეს საკრებულოს წევრები, რომლებიც არიან წარმოდგენილები. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ერთი თვისება მინდა გამოვყო. ესენი არასოდეს ზემოდან არ დაელაპარაკებიან თბილისელებს. ესენი არასოდეს ბალკონიდან არ დაუწყებენ ჭკუის დარიგებას თავიანთ ამომრჩევლებს. ეს არის ხალხი, რიგითი, ჩვეულებრივი, სადა, კვალიფიციური, წესიერი და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ღირსეული ადამიანები შერჩეული, რომელთაც კომუნიკაცია თავის ამომრჩეველთან, თავის მოსახლეობასთან ექნება საუკეთესო. ისევე როგორც ჩვენი მერობის კანდიდატები, ისევე როგორც ჩვენი მინისტრები, ისევე როგორც ჩვენი მთავრობა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არავით და დეპუტატები ცალკე თემაა მე ვილაპარაკო. დიდი ბატონო, მინდა ბატონო სოსოված დააფიქსიროს. ბატონო სოსო. მოსაზრება, გისმენთ ბატონო სოსო. დიდი მადლობა, მოგესალმებით. ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა განვაცხადო, რომ წინა საარჩევნო კამპანიის სრულობის დროს ძალიან ბევრ დაპირებას მოისმენს ჩვენი ამომრჩეველი და ეს არის ბუნებრივია დამახასიათებელი წინა საარჩევნო კამპანიებისთვის, მაგრამ განსხვავებით ყველა კანდიდატისაგან დათო ნარმანიას არასოდეს არ უყვარს საუბარი თავის გაკეთებულ საქმეებზე. მე მინდა როგორც გორის მაჟორიტარმა მას
უკვე ჩამოხსნილი აქვს ის უფლებამოსილება, რომელიც მას ჰქონდა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეობის სახით. მადლობა გადაუხადო იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რომელზეც თვითონ არ უყვარს ლაპარაკი და ამიტომ მე ვარ იძულებული რომ ვილაპარაკო მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე კონფლიქტის ზონაში. იცით რომ საქართველოს ტკივილი არის დღეს გორის რაიონი და უამრავი პრობლემა არის გორის რაიონში, მით უმეტეს გუშინ მოვარდნილი და გუშინ წინ მოვარდნილი ღვარცოფი და ასევე სეტყვა მთლიანად დაანგრია გორის რაიონი, მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ საქართველოს მოსახლეობა მიმართა ბატონ კახის და საქართველოს პრემიერ-მინისტრს რომ გამოიჩენს მაქსიმალურად ყველანაირ ყურადღებას, რათა გაგრძელდეს ის დაწყებული საქმეები, რომელსაც ბატონმა დავით ნარმანიამ ბატონ პაატასთან ერთად ჩაუყარა საქმე საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით. ამიტომ მინდა განვაცხადო რომ ის რასაც თქვია დაუშვათ კონფლიქტის ზონა მთელი საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული მზრუნველობის საგანი უნდა იყოს, როგორც ეს იყო ბატონი დავითისთვის და 15 ივნის დათო ნარმანია დარწმუნებული ვარ, რომ იზრუნებს უკვე დედაქალაქზე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობის უკანასკნელი ბასტიონი თბილისის არჩევნებში 15 ივნის. დიდი მადლობა. მინდა ერთ-ერთ კანდიდატს ხო ახლა აგრეთვე დააფიქსიროს თავის პოზიცია გისმენთ. ყველას ბატონო გიორგი რომ ცხადია მე წინააღმდეგ ზივარ, იმიტომ რომ ოდის მე წინა რიგში დგომა მიყვარდა მოწოდა, არამედ მხოლოდ იმიტომ რომ ხდებოდა შესანიშნავი და თანამედროვე სტუდიის დაპროექტება, ასაკვირველი არავის არ მოსული აზრად რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შეიძლება სტუმრად მოსულიყო. სამწუხაროდ ეს ტენდენცია მარტო თქვენთან არა ძალიან ბევრგან შეინიშნება, მაგრამ ზუსტად ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ უსამართლობის წინაშე პირველად გაილაშქრა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ თვითმმართველობაში მოვდივართ ზუსტად იმიტომ, რომ ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ინფრასტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გზის სავალი ნაწილი, რათა თითოეული ჩვენთაგანი თანაბარი შესაძლებლობის გარემოში ცხოვრობდეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ შემდეგში, როდესაც ჩვენი სტუმარი იქნებით, თქვენ აღარ მოგიწევთ ასე გამორჩეულად ჯდომა. დიდი მადლობა და მე მინდა ბოლოს შეკითხვით დაუბრუნდე ბატონ კახის. ბატონ კახი, ჩვენ საუბრობდით ახლა არჩევნების სამ ეტაპზე. პირველი არჩევნების შედეგი სახეზეა, მომდევნო არჩევნებში ვინც უნდა აჩვენოს შედეგი, მესამე არჩევნებს გულისხმობ. ისინიც სახეზე არიან, მაგრამ აქ სახეზე არ არის მეორე არჩევნების შედეგები, გულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, ანუ პრეზიდენტს. რატომ? იორგი, თუ მომცემთ საშუალებას, მინდა ორ მნიშვნელოვან თემას შევეხო. ვისარგებლებ შემთხვევით. პირველი მინდა დაუბრუნდე ისევ პროექტს აწარმოეს საქართველოში, რადგან ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარება. მოვახერხოთ ის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია დასაქმების მიმართულებით. მინდა მოუწოდო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რაიონებში, ქალაქებში გააქტიურდით, რადგან მე თუ ვწდები ბატონ გიორგის თხოვს შემისწოროს, ყოველწლიურად იქნება ამ პროექტის განვითარებისთვის გამოყოფილი 46 მილიონი ლარი. რათა საქართველოში რაიონებში, ქალაქებში განხორციელდეს პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, რადგან ჩვენ შევძლოთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. ამ ყველაფერს ხელისუფლებამ მთავრობა აკეთებს მიზანმიმართულად, რომ უახლოეს მომავალში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმება, რაც არის დღეს ქვეყანაში, მოგვარებული იყოს. მეორე თემა, რაც მე ვფიქრობ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა გამოვეხმაურო ნაციონალური მოძრაობის განცხადებას საქართველოს რკინიგზაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. თითქოს მათ განაცხადეს, რომ მოხდა რაღაც გაურკვეველი რეგრესი, რკინიგზა არის საშინელ მდგომარეობაში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის უსაფუძვლო განცხადებები, სიცრუე, სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება, რადგან მე მაქვს ამოღებული ოფიციალური მონაცემები. კომპანიის 2013 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშებში, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 15 მაისით, ნათლად ჩანს წლის მთლიანი შემოსავალი 480 მილიონი ლარის ოდენობით, საიდანაც შემოსავალი სატვირთო გადაზიდებიდან იყო 425 მილიონი ლარი. აღნიშნული მაჩვენებლით რკინიგზამ მოხსნა ისტორიული რეკორდი. აქედან გამომდინარე 10 წლიან რეგრესიაზე საუბარი მე ვფიქრობ უსაფუძვლოა და მინდა მოუწოდო ჩვენ ოპონენტებს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენთვისაც მისაღებია, ოღონდ ბრძოლა უნდა იყოს ღირსეული. მე პირადად სპორტიდან მოვდივარ, ძალიან ბევრი წელი სპორტში მოღვაწეობდი და ასეთი ფორმებით მე ვფიქრობ მიუღებელი უნდა იყოს თუნდაც პოლიტიკაშიც მოღვაწეობა. და ბოლოს გთხოვთ მიპასუხოთ ჩემს ბოლოს შეკითხვაზე, რატომ არ არის აქ პრეზიდენტი? რაც შეეხება პრეზიდენტის აქ მოსვლას, მე ვფიქრობ, კარგი იქნება თავად ბატონ
გიორგის დაუსვათ. მას თვითონ არ ქონდა სურვილი აქ მოსვლის? თავად დაუსვით, ეს შეკითხვა და თვითონ გაგცემთ. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გიორგი არის ჩვენი გუნდის წევრი, ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და თითქოს ის განცხადებები იმასთან დაკავშირებით არის რაღაც უთანხმოება, გაურკვევლობა, მე ვფიქრობ ეს თემა ამძაფრებს, რომ მთლიანად ის კამპანიაში საერთოდ არ არის ჩართული, არა მარტო ამ დარბაზში. ну პრეზიდენტია ქვეყნის და არის აპოლიტიკური ფიგურა სწორედ ეს განმარტება მინდა და თქვენგან მოგგვისმინა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ და დავიცავთ ბოლომდე დიდი მადლობა კოალიცია ქართული ოცნება იყო დღეს ჩვენი სტუმარი მე მინდა აქვე უთხრა მაყურებელს რომ ბატონი დავით ნარმანია მომდევნო კვირასაც იქნება ჩვენი სტუმარი ვინაიდან ჩვენ მომდევნო სამშაბათს მომდევნო არჩევანში მოგველის დებატები ხუთ ძირითად საარჩევნო სუბიექტის მერობის კანდიდატებს შორის დიახ შეიძლება მინდა მიმართვა გავაკეთო თუ რამოდენიმე წამი მინდა მიმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რადგან მომავალი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თითეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. და მინდა გთხოვოთ, იყავით მაქსიმალურად ჩართულები, რადგან თითოეულ თქვენთაგას აქვს რეალური შანსი მართოთ, აირჩიოთ, პირველი აირჩიოთ, მართოთ და აკონტროლოთ. ამიტომ ერთად ვიზრუნოთ თბილისზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე. მადლობა. კოალიცია ქართული ოცნება, მე დიდ მადლობას ვუხდი ვიცე-პრემიერ, დიდი მადლობა მინისტრებს, დეპუტატებს, კანდიდატებს, წარმატებას გისურვებთ. ჩვენ გემშვიდობებით მომდევნო არჩევანამდე, ანუ მომდევნო სამშაბათამდე. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის. მადლობა.